მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მეორე ეპიზოდი, მე ვარ ბექა კობახიძე. დღეს ვისაუბრებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. ახლა ვართ ვნების კვირეულში და ყველა ვემზადებით, ხო? ზოგი სოფელში წასასვლელად, ზოგი აქ ადგილზე, თბილისში, ქუთაისში, სხვადასხვა ქალაქებში და გვაქვს ტრადიციები, რიტუალები, იღებება კვერცხი, ცხება პასკა, შემდეგ გავდივართ საფლავებზე და მოკლედ ცხოვრება, რაც ჩვეულ რიტმში არ არის ამ დღეების განმავლობაში, აღდგომის ღამეს 11 საათზე მლოცველები მიდიან ტაძრებში, ხვდებიან ბრწყინვალე დღესასწაულს, ზეიმობენ და ეს საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მოსახლეობისა არის რუტინული ტრადიცია ჩვევა, რომელსაც უბრალოდ მივსდევთ, იმიტომ რომ ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი ისტორია, თავისი შინაარსი, როგორც თეოლოგიური განმარტება, ასევე ისტორიული საფუძვლები და დღეს მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ. დღეს ხო, სანამ გავაგრძელებ, გამოიწერეთ მისმინეს ჩვენი პლატფორმის Facebook და YouTube არხები და გამოყვებით. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი მამა გიორგი წეროძე და სულ რამდენიმე სიტყვით გაგაცნობთ მის ბიოგრაფიას. მამა გიორგი არის სოხუმელი. არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. არა, კარგია რომ ეგრე იყოს, დოქტორანტი. დოქტორანტი? არ დაგისრულებიათ ჯერ. კი ბატონო. სავარაუდოდ ვერც დავასრულებ, მაგრამ და ასევე მამა გიორგი იყო წლების განმავლობაში გიორგი ანწუხელისის სახელობის სერჟანტთა სკოლის კაპელანი, ანუ აკადემიის, ხო იყო სკოლა, მერე ცენტრი, ახლა უკვე აკადემია. ხო და ასევე ასწავლიდით ღვთისმეტყველებას სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ხო? კი, სხვა უნივერსიტეტებშიც. დღეს გვექნება აი ამ თემებზე საუბარი. ასევე მამა გიორგი არის სამეცნიერო თეოლოგიური ჟურნალის ზღვარი მართლმადიდებლობა და თანამედროვეობას რედაქტორი, რომლის ავტორებიც არიან ძალიან კარგი, ცნობილი ქვეყნის შინ და ქვეყნის გარეთ თეოლოგები და მეცნიერები, ასეთი გამოცემები ნამდვილად გვაკლიათ და გირჩევდით რომ გაეცნოთ მის შინაარსს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი ღვინის გარეშე არ გამოვა, ხო და დღეს ჩვენ გვაქვს ვაზისუბნის მამულის საფერავი, ვაზისუბნის მამული მე-19 საუკუნეში გააშენა თავადმა სულხან ჭავჭავაძემ და აი 2011 წელს აღდგა ეს მეღვინეობა და ჩვენ გვაქვს საფერავის 2022 წლის გამოშვება. მოდი დავისხოთ. მადლობა. მამა, დავიწყოთ სადღეგრძელოთ, ხო? ღვთისმფარველობა არ მოაკლოს და აღდგომის მადლი ღმერთმა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, აი ამ ძალიან რთულ დროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ღმერთმა ინებოს, აი როგორც ებრაელები ამბობდნენ, ხო, რომ შემდეგ წელს იერუსალიმში, ასეთნაირად შემდეგი აღდგომა სოხუმში. კი, კარგი სურვილებია და კარგი სადღეგრძელოა და უერთდები რა თქმა უნდა. გილოცავთ ამ არაჩვეულებრივი და კარგი საინტერესო პროექტის დაწყებას. ნახე თქვენი პრომო ძალიან საინტერესო იყო და ნახე სხვა გადაცემებიც. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წარმატება ექნება ამ ყველაფერს და გისურვებთ და დაგილოცავთ გზას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. სოხუმი ვახსენეთ ახლა ჩვენ და თქვენ სკოლა დაამთავრეთ სოხუმში
სანამ აღდგომაზე გადავალთ, მინდა გკითხოთ, ხო, 20 წლის იყავით, თუ არ ვცდები, როცა სოხუმიდან წამოხვედით და ფაქტობრივად თქვენ ყველა გაგებით სოხუმელი ხართ. ანუ იქ ჩამოყალიბდით ზრდასრულ ადამიანად. რას გაიხსენებდით? ანუ როგორი არის თქვენი სოხუმი? აი, ეხლა ეს ამაზე შეიძლება დარწმუნებული ვარ, შეიძლება დილამდე ისაუბროთ, მაგრამ აი ეს თავარი რაც სოხუმის შესახებ გახსენდებათ და ყველაზე მეტად რაც გენატრებათ. ხო, მე მგონი ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ის რაც ჩემთვის სოხუმი იყო, იგივე იყო როგორც კი არ მინდა ხა ის ხალხი ვახსენო, ვისთვისაც საქართველოს იყო ისეთივე სანატრელი, მაგრამ ნუ რაღაც ახლობით ეგეთი რამე ახსენდება, მოკლედ რომ სტუდენტი გავხდი თბილისში რა, სკოლა რო დავამთავრე სოხუმში დავიბადე, სკოლა ეგ დავამთავრე და სტუდენტი ვიყავი თბილისში და თბილისიდან ერთი მატარებელი გადიოდა პარასკევს საღამოს ყოველდღე იყო მატარებლები სოხუმის მიმართულები და ერთი გადიოდა სხვა მატარებელი, რომელიც სოხუმს გაივლიდა და გადიოდა უფრო ადრე ვიდრე სოხუმი თბილისი. და ისე მენატრებოდა და რა არის ჩემთვის სოხუმი, ალბათ მე მგონი ეს გამახსენდა, რომ მივდიოდი აუცილებლად იმ უფრო ადრიანი მატარებლით, რომ უფრო ადრე ჩავსულიყავ, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა დიდი მიზიდულობის წერტილი ჩემთვის რა. ისე არ იყო რომ მოკლედ ეს სიყვარულია რა, ეს არის სამშობლო მართლაც და ესეთ რამე არის რაც ერთის მხრივ გათავისუფლებს და მეორეს მხრივ გიზიდავს. და რაღაცა ახლა სამწუხაროდ ასეთად დარჩა უკვე ჩემთვის სოხუმი, თუმცა რაღაცა განცდა შეიცვალა მართალი გითხრა, თუ კი ადრე როგორც გითხარ ეს სტუდენტობის პერიოდში ესე ვცდილობდი რაც შეიძლება ადრე წავსულიყავი სოხუმში, რომ უფრო მეტი დრო იქ გამეტარებინა. ახლა მომის შემდეგ რაღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს სოხუმს რაღაცა ბოროტი ძალები დაეპატრონენ და ჩემს სიზმრებშიც სოხუმში მე კოშმარი მემართება, ანუ იწყება რაღაცა სიზმარი, ადრე უფრო ხშირად შემოდიოდა ეგეთ სიზმრები, რომ მე იქ ვარ, რაღაცა დადებითი, კარგი ემოციებია და მე მიპყრობს შიში, რომ ეხა გაიგები, რომ ქართველი ვარ. ხო და ეს განცდა, რომ ესე იგი იქ არის საფრთხის ზონად არის გადაქცეული, იმიტომ რომ მე ვარ ქართველი. აი ზუსტად ეს მე მგონი კარგად გამოხატავს იმას, როგორი უსამართლობაა, როგორი ესე ვთქვათ ბოროტება არის, ბოროტებაში არის ახლა ესე ვთქვათ ის ხალხი და რას აკეთებს ის ძალა, რომელიც მოკლედ რომელსაც ოკუპირებული აქვს ახლა სოხუმი და ოკუპირებული აქვს არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ ხალხისთვისაც, ვინც იქ ცხოვრობს და ამიტომ ამის გააზრება მე მგონი ძალიან კარგია, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ადამიანის ერთის მეორესას ეშინოდეს რა, ეს შიშის განცდა არ არის ის პროგრამა, რომელთაც ჩვენ დაწერილები ვართ უხეშად რო ვთქვა და ამიტომ თუ კი ადრე მე იქ მიმეჩქაროდა, თუ კი იქ ადრე მე მიმიხაროდა, ახლა მე ვიცი რომ ამ სიხარულს ემუქრება ასევე რისკი. ჩემს სიზმრებში ეს ასე იყო და რეალურადაც ასე ხა ქართული ხო იქ ვერ ჩავა მშვიდად ხო ვერ იქნება ხო ვერ გაამჟღავნებს თავის თავს და აი ეს ორი განცდა არის მოკლედ ახლა რაც შეიძლება მოკლედ რო ვთქვა. ხო, რა თქმა უნდა, იქ რა ვიცი ყველაზე დიდი ბოროტება არის, ხო, გენოციდი და ეთნოწმენდა, რომ უბრალოდ გაგდებენ მშობლიური ქალაქიდან, კუთხიდან, სახლიდან იმის გამო, რომ შენ ქართველი ხარ. მეტი არაფერი. მეტი არაფერი არ დაგიშავებია, უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხარ და ეხლა ჩვენ საერთოდ არაფერი არ დაგიშავებია და უბრალოდ ხარ ქართველი. და დღეს ეხლა გადაცემას შემოსვლამდე საუბრობდით, რომ აღდგომაზე ეხლა მე მაგალითად რაჭაში მივდივარ, ხო, ჩემ მშობლიურ სოფელში, ვიღაც სხვაგან მიდის სხვაგან და აი ეს ახლა ჩვენ დევნილებიც გვიყურებენ, დარწმუნებული ვარ და ბევრი საფლავი არის იქ დარჩენილი. უბრალოდ ადამიანები ვერ მიდიან, ვერ გადიან და იძულებით რჩებიან თბილისში. კარგით, გადავიდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. პირველი კითხვა ასეთი მექნებოდა, რა არის ქრისტიანისთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რა ყოფითი და თეოლოგიური დატვირთვა აქვს, რატომ არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული?
იმისთვის რომ ეს აღდგომის ესეთი საბოლოოდ მნიშვნელობა წინ წამოწიო და გამოვკვეთოთ, ალბათ უნდა კითხვა გავამწვავოთ და თქვათ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, აი ქრისტიანულ, რა თქმა უნდა, წარმოდგენებში ვრჩებით, რას ამბობს ქრისტიანობა, რომ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ არ ყოფილიყო ღმერთის განკაცება და მე მისი მკვეთრით აღდგომა, ხო? თქვათ მას სიკვდილი დაემართებოდა და მე რომ მკვეთრით არ აღმდგარიყო. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ღმერთი ჩარეულიყო ქმნილებაში და ქმნილების, ასე ვთქვათ, არსებობაში. ან საერთოდ არსებობა შეუძლებელია ქრისტიანული თხრობის და ქრისტიანული წარმოდგენების მიხედვით ღმერთის გარეშე არც სამყარო და არც ქმნილება, ასე ვთქვათ, ვერ იხილავდა დღის სინათლეს, რა, სიცოცხლეში მოიწვია, ღმერთმა მოიწვია ქმნილება სიცოცხლეში და ქმნილების, ასე ვთქვათ, გვირგვინად, როგორც ესე ვიტყვით ხოლმე, ადამიანი. და ამ ქმნილებას არ აქვს არსებობაში დარჩენისთვის არავითარი ძალა. მუდმივად არსებობაში დარჩენისთვის, არა მარტო მუდმივად არსებობაში დარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ რაღაცები არ დაკარგოს, რაღაცები არ მოაკლდეს, ამისთვისაც არ აქვს შინაგანი პოტენციალი და ძალა. ქმნილება თავისი არსით, ასე ვთქვათ, არის კლებადი, ხრწნადი, თეოლოგიური რაღაც თეოლოგია, ყოველთვის გასაგებია, რაც არის მოკლება, რაც არის. მოკლება, ხრწნა. სხვადასხვა ეს ხრწნა ლათინურად არის კორუფცია და ამიტომ ეს კორუფცია ეს ის არის, რაც არ შეეფერება ადამიანურ ყოფას, მოკლედ რა. ესეთი რამე არის, რაც ანგრევს, შლის, სიცოცხლეს ხელს უშლის, რაღაც ასეთი რამე არის. ხო და ქმნილებას თავისთავად ეს თავის თავში ეს ძალა არ ქონდა, რომ არ დაეკარგა რაღაცეები, ხო, ძალა არ მოკლებოდა მას, ასე ვთქვათ, ძალები არ მოკლებოდა, ქვესულით არ ევლო და საბოლოო ჯამში ისევ ამ გაქრობამდე არ მისულიყო. თუ კი ის არაარსისაგან არის მოწვეული, ან ბიბლიური თხრობით და მათ შორის შეიძლება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დავაკავშიროთ კიდევაც თანამედროვე მეცნიერული ამ ყველაზე უფრო სანდო თეორიის მიხედვითაც, დიდი აფეთქების თეორიის მიხედვითაც, ხო? ეხლა მესმის კარგად, რომ დიდი აფეთქების თეორია არ ამბობს, რომ ამის უკან ღმერთი დგას, ან რომ ის პირველი წერტილი სრულად არაფლისაგან მოვიდა, მაგრამ კითხვა მაინც რჩება იმ მეცნიერულ სურათშიც, საიდან მოვიდა ის პირველი წერტილი, რომლისგანაც დიდი აფეთქება მოხდა. ხო, რომელიც ასე გაფართოვდა მე. ხო, სხვათა შორის ეს კითხვა ძალიან გადამწყვეტი არის ხოლმე ყველაზე ესეთი დიდი ათეისტებისთვისაც. ხო, მაგალითად დოკინს რომ ეკითხებიან, რომ არის რამე არგუმენტი, რის გამოც შენ ათეიზმზე შეიძლება სხვა წარმოდგენა გქონოდაო და ის ამბობს, რომ ერთადერთი რომ აი ეს პირველი საწყის წერტილი საიდან გაჩნდა, აი ეს შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის, ეგ რო გავიგო, შეიძლება და სხვა პასუხი რომ მქონდეს ამ ყველაფერს, შეიძლება შევცვალოთ ჩემი წარმოდგენებია. ხო და ნუ მოკლედ მოწვეულია არაფლისაგან სამყაროში, ძალიან მოკლედ არაფლისაგან არის სამყარო სიცოცხლეში მოწვეული და ის შეიძლება გამქრალიყო, ის შეიძლება კვლავ დაბრუნებულიყო იმ არარას. ეს არარაც არსებული რამე არ არის, მოკლედ გამქრალიყო, ის მოკლებოდა ძალები, ხრწნა და ემართებოდა ჩვენი ქმნილებას, ეს თვისება აქვს. ქმნილებაში არ დევს თვისება, რომ მან მარადიულად და მუდმივად იარსებოს. და იმისთვის, რომ ის დარჩეს და სიცოცხლე, ესე ვთქვათ, არ შეწყდეს, ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ მის მომწოდებელთან უწყვეტი კავშირი, ღმერთთან უწყვეტი კავშირი. ეს უწყვეტი კავშირი ღმერთთან პირველმა ადამიანებმა ვერ შეინარჩუნეს და შემდეგ უკვე ღმერთი განკაცდა და ესე ვთქვათ, ეს კავშირი გახადა ურღვევი, ეს კავშირი გახადა ყველაზე მეტად რაც შეიძლება ორგანული, სწორედ აღდგომით. ამიტომ აღდგომა არის გადარჩენა არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. მაგრამ აი ერთი ბოლო წინადადება ის, რომ ვიდრე ასე თქვა ამ გადარჩენას იდღესასწაულებ, კარგად უნდა განიცადო, რომ მართლაც ესე თქვა გაქრობის და განადგურების ლუკმა იყავი, ან შვილი იყავი თუ როგორც არის, ხო? ხო, აი ეს მომენტი მინდა ძალიან. როცა ასე დავინახავ ჩვენ ამბავს, არა? მაშინ ერთი მეორესთვის თქმაც არ დაგჭირდება, რომ იცი რა, ქრისტე აღდგა, გაიხარე. როგორც გურულები ულოცავდნენ თორმე ერთმანეთს აღდგომას, ხო? ქრისტე აღდგა, გიხაროდენ. ხო, აი ეს გიხაროდენით სათქმელი აღარ იქნება, იმიტომ რომ მართლაც გაგიხარდება, იმიტომ რომ იცი რომ ქრებოდი და იცი რომ აღარ გაქრები და სიცოცხლე იქნება, არაფერი არ მოგაკლდება, არამედ მხოლოდ
აი ამ ქრისტეს აღდგომის პირველივე წლებიდან, პირველივე საუკუნეში აღნიშნავენ აღდგომის პირველ დღესასწაულს და მე იქმნება ნელ-ნელა ეს ტრადიციები და წესჩვეულებები. ამაზე მინდა გკითხოთ, რომ როგორ იწყება ეს აღდგომა ქრისტიანობაში, როგორც ისტორია. ანუ მე ისტორიკოსი ვარ და ისტორიული ნაწილი მინდა რომ განვიხილოთ და ასევე მე მინდა მაყურებელს მოვუყვე და თუ რამე შემეშლება შემისწორეთ, როგორ იანგარიშება აღდგომის თარიღი. იმიტომ რომ ესე იგი მოძრავი არის, ხო ეს მოძრავი დღესასწაული არის და ნუ ადამიანები საეკლესიო კალენდარში ეძებენ ხოლმე, რომ აი წელს როდის არის აღდგომა, გაისათ როდის არის შაშან როდის იყო და ეს მუდმივად მოძრაობს. რასთან არის ეს დაკავშირებული და ასევე რატომ არის განსხვავებული ანუ დასავლური საქრისტიანოს, კათოლიკურ პროტესტანტური აღდგომები და აღმოსავლეთ საქრისტიანოს მართლმადიდებლური, კოპტური, გრიგორიანული კალენდრები, იმიტომ რომ მაგალითად ახლა შობა თუ განსხვავებულია, ხო, ნუ ზუსტად ვიცით რომ ორი კვირით არის განსხვავებული, ხო? და ეს არ იცვლება, ეს ორი კვირის რა 25 დეკემბერი, 7 იანვარი, მაგრამ აღდგომა რაღაცნაირად შეიძლება ძალიან იშვიათად დაემთხვეს კიდეც, ასევე ძალიან იშვიათად შეიძლება აღმოსავლეთ საქრისტიანოს აღდგომა იყოს უფრო ადრე, ვიდრე დასავლური საქრისტიანოსი. აქ მინდა განმარტება გავაკეთო მაყურებლისთვის, რომ აღდგომაზე იყო ისტორიულად კამათი მე-4 საუკუნემდე. თუ როდის აღინიშნება, როდის უნდა აღინიშნოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და აი მე-4 საუკუნის დასაწყისში იმპერატორ კონსტანტინეს დროს, რომელიც იყო ერთიანი რომის იმპერიის იმპერატორი, ეს მილანის ედიქტს გამოსცემს 312 წელია თუ 13 წელი, სადაც ფაქტობრივად ლეგალიზება ხდება ქრისტიანობისა, ან მანამდელი დევნისგან ქრისტიანები თავისუფლებიან, თანასწორუფლებიანდებიან და ნუ მერე კონსტანტინეს მმართველობის ბოლოში უკვე რომში სახელმწიფო რელიგიად ცხადდება, ანუ ინათლება იმპერატორი ინათლება და კონსტანტინე და განსაკუთრებით ამის აპოლოგეტი იყო კონსტანტინეს დედა წმინდა ელენე. და აი უკვე სახელმწიფო რელიგიის რანგში აყვანილი ქრისტიანობა იწყებს კოდიფიკაციას, ხო, ყველაფრისას, დღესასწაულების, რიტუალების ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ნუ ეხლა ქრისტეს ეკლესია ბევრად უფრო ძველი არის, რომის პირველი პაპი, ასე რომ ვთქვათ, იყო წმინდა პეტრე, მაგრამ მე-4 საუკუნიდან აი ყველაზე საწყისი, ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლესიო კრება არის ნიკეის, ხო? 325 წელს, რომელსაც სხვათა შორის ესე იგი ბიჭვინთის ეპისკოპოსი ესწრებოდა სწორედ აფხაზეთიდან, ხო? და აქ სავარაუდოდ ის ალბათ ხო, კარგი. ხო, ნუ შეიძლება ის ბერძნული, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ბიჭვინთის ეპისკოპოსის მონაწილეობა იქ სვამს კითხვებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო ადრე, ანუ მირიანი უფრო ადრე იყო თუ დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე მოხდა ქრისტიანობის მიღება. მაგრამ ესე იგი 325 წელს ამ ნიკეის საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, როდის და როგორ უნდა აღინიშნოს აღდგომა და ეს უკავშირდება იუდეველთა დღესასწაულ პასექს, ხო? პასეკი, რომელიც არის აღნიშნავს ესე იგი ეგვიპტეში ებრაელთა ბატონობისგან გათავისუფლებას. ხო, და ასევე ქრისტიანული გადმოცემით ქრისტეს ბოლო ტრაპეზი იყო ესე იგი პასექის საღამოს ტრაპეზი, ხო? და აუცილებლად ესე იგი აღდგომა უნდა იყოს პასექის შემდეგ. და ეს უნდა იყოს, ან ნიკეის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, უნდა იყოს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, ესე გაზაფხულის ბუნიობა მაყურებელს რო აუხსნათ, არის 21 მარტი, როცა დღე და ღამე არის ზუსტად თანაბარი და როცა მზე არის ეკვატორზე
ზუსტად ეკვატორზე გასწორებული, ხო? ესე იგი, აი ამ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, 21 მარტის შემდეგ სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. კი ბატონო. სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. და ბუნებრივია ახლა ეს ასტრონომიულად ეს ამბავი იცვლება, ხო? ყოველ წელიწადს შეიძლება ეს. ხო, იმიტომ რომ მთვარე სხვა ციკლით ბრუნავს და დედამიწა სხვა ციკლით ბრუნავს და მოკლედ მე კიდევ მთავრ დამეხვა, როდესაც დაახლოებით წარმომედგინე რომ ამ საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა და კიდევ უფრო მეტად რო ჩაუღრმავდი, მოკლედ აი ეს მთვარის თავისი ღერძის და დედამიწის გარშემო ბრუნვის ციკლები რო განსხვავ არ არის სრული 30 დღე, დედამიწის გარშემო კი ეს ერთი თვე არის მისი ბრუნის ეს თქვა ოდენობა და მოკლედ ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ ამ ცვალებადობას, ხო, ამ დღის, აი ამ კვირა დღის, ეს კვირა დღე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თარიღს ემთხვევა. და ასევე, ანუ აღმოსავლური საქრისტიანო, არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ კოპტური, გრიგორიანული და სხვა ხელმძღვანელობს იულიუსის კალენდრით. ხო, ეს უკვე მე აღმოსავლეთ და დასავლეთ. უკვე, ესე იგი, დასავლეთი საქრისტიანო ამ გრიგორიანული კალენდრით ხელმძღვანელობს და ანუ თან ესე იგი აღმოსავლეთ ქრისტიანები ესე იგი პირდაპირ თარიღს აბამენ ამას, ხოლო დასავლეთ ქრისტიანები ასტრონომიულად უყურებენ, ანუ უშუალოდ ეს მთვარის მოძრაობის ამბავი თუ სწორად მახსოვს. არა, ისინიც ესე გამოთვლიან, უბრალოდ აი ეს ცვლილებები რატომ მოდის ერთმანეთს უბრალოდ მართლა თავს აგვატკიებს. თუ მე სწორად მიგიხვდით შეკითხვას, ან მე მაქვს მაგალითად მე თვითონაც მაქვს ეგეთი დაუკმაყოფილებლობის ან რაღაცა ისეთი განცდა, რომ რატო არ შეიძლება რომ ქრისტიანობა ერთი სახით წარმოდგებოდეს და შეთანხმებულად აღინიშნებოდეს ეს ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის ესეთი მნიშვნელოვანი თარიღი. ხო და ამ ცვლილებას კი დიახ, სწორედ აი გრიგორიისა და იულიუსის კალენდრებზე ეს თქვა დაფუძნება იწვევს და ხო იმათანაც იცვლება ეგ ყველაფერი ხო. ხო და ანუ ეს სხვაობა კიდე რო განმარტოთ ისტორიული პერსპექტივიდან ასევე ხო რა თქმა უნდა რომ ესე იგი მეოთხე საუკუნის ბოლოს რომის იმპერია იყოფა ორ ნაწილად ხო 395 წელი არის ეს და დასავლეთ რომის იმპერია არის რომით ცენტრში და ეს იმპერია დაეცემა სულ მალე 476 წელს, ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერია არის ბიზანტია, კონსტანტინოპოლის ცენტრი, რომელიც კიდე 1000 წლებზე მეტ ხანს იარსებებს. და აი ამ გაყოფამდე შეიქმნა პირველი სამოციქულო ეკლესიები, ასე რომ ვთქვათ, ავტოკეფალური ეკლესიები დღევანდელი გაგებით რო შევხედოთ. ანუ ეს იყო 5 ეკლესია მთელ მსოფლიოში, მაშინ ეს არის რომი, ანტიოქია, ანუ რომი ბუნებრივი არის იტალიაში დღეს, ანტიოქია არის სირიაში, იერუსალიმი პალესტინაში, პალესტინა ისრაელში, ალექსანდრია ეგვიპტეში და კონსტანტინოპოლი, რა თქმა უნდა, ეს სადაც სოფლიოს საპატრიარქოა. ამ რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ ერთი ეკლესია რჩება დასავლეთში, ანუ დასავლეთ რომის იმპერიაში, სადაც არის რომის იმპერატორი, ხოლო 4 ეკლესია რჩება აღმოსავლეთ რომის იმპერიაში და ამან აი ამ პოლიტიკურმა ამბავმა ძალიან განაპირობა დიდწილად ტრაექტორია ეკლესიების განვითარების, იმიტომ რომ მაგალითად დასავლეთ საქრისტიანოში და ნუ სქიზმა ეს ესე რომ ვთქვათ მართლმადიდებლობის და კათოლიკობის ოფიციალური გაყოფა მხოლოდ მე-11 საუკუნის შუაში ხდება, ხო? მანამდე არა. მაგრამ მე როგორც მე-11 საუკუნემდე, ასევე მე-11 საუკუნის შემდეგ რომის იმპერატორი, უბრალოდ რომის პაპი არის სასულიერო ძალაუფლების მონოპოლისტი დასავლეთ საქრისტიანოში და შესაბამისად ნებისმიერ მონარქს ქორწინება, განქორწინება თუ სხვადასხვა აქტების ზე კურთხევის მიღება უწევს მხოლოდ რომის იმპერატორისგან, სხვა შანსი და გამოსავალი მას არ აქვს. ამიტომ არის რომ დამოუკიდებელი ეკლესიები ასე რომ ვთქვათ კათოლიკური ეკლესიის შიგნით არ არსებობენ, ანუ ყველა არის ერთი ქოლგის, ერთი ქუდის რომის ქვეშ. და ანუ აი კიდე ერთი განმარტება რო ჩავშალოთ,
იმის გამო რომ რომის პაპის დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულიყვნენ დასავლეთ სახელმწიფოებში შეიქმნა პოლიტიკური რელიგიები, მაგალითად ანგლიკანობა, ხო? ანგლიკანობა მხოლოდ იმიტომ შეიქმნა ეს არა რელიგიურ დოგმატიკაზე დამყარებული რელიგია, არამედ შეიქმნა იმიტომ, რომ ინგლისის მეფე გათავისუფლებულიყო რომის პაპის დამოკიდებულებისგან, ხოლო აი აღმოსავლეთ საქრისტიანოში, სადაც 4 ეკლესია დარჩა, როგორც ვთქვი, ანტიოქია, იერუსალიმი, ალექსანდრია და კონსტანტინოპოლი, ასე ვთქვათ, კი, ესენი ერთ ეკლესიას ეკუთვნიან, მაგრამ ერთმანეთის ძალაუფლებას რაღაცნაირად აბალანსებენ, ხო? იმიტომ რომ მაგალითად როცა ვახტანგ გორგასალს ავტოკეფალიის მიღება უნდოდა და ის ვერ მიიღო კონსტანტინოპოლისგან, ხო, ნუ მერე მიდის ანტიოქიაში. თუ სწორად მახსოვს, ასე არის ეს ამბავი, ამიტომ აი აღმოსავლეთ საქრისტიანოს საპატრიარქოებმა იმდენი ძალაუფლება ვერ მოიპოვეს შუა საუკუნეებში, როგორც ეს იყო რომის იმპერიაში და შემდეგ აღმოსავლეთ საქრისტიანოში ჩნდებიან ავტოკეფალური ეკლესიები, მათ შორის პირველი ხო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. კარგით, ამ ისტორიულ წიაღსვლას რომ გავუყვეთ, ხო, ანუ როგორი არის ეს ტრადიციები, როგორ აღნიშნავენ პირველი ქრისტიანები და აი ყოველ აღდგომას ადამიანები ელოდებიან ხოლმე, ну, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან, თქვა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში სხვა პატრიარქებისგან, კათოლიკურ სამყაროში რომის პაპისგან ეპისტოლეებს, იმიტომ რომ ეს ეპისტოლე არის როგორც სააღდგომო ასევე საშობაო ეპისტოლე არის ესეთი სერიოზული ძლიერი განაცხადი ეკლესიის მხრიდან, ხო? ანუ აი ამ ეპისტოლეების ტრადიცია როგორი არის და რა მნიშვნელობის მატარებელი არის ეკლესიისთვის, ქრისტეს ეკლესიისთვის ეპისტოლის გაცხადება თავისი მრევლისთვის. ხო, ძალიან საინტერესო იყო, რასაც ამბობდით და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და მე გამიჩნდა კითხვები, რატო ვერ მოახერხა აღმოსავლურმა ეკლესიებმა რაღაცნაირი ისეთი კონსოლიდაცია, რაც დასავლეთში ხო, მესმის რომ ბუნებრივად მოხდა, იმიტომ რომ ერთი იყო თქვა რომი, მაგრამ ეს თქვა აი აღმოსავლეთში ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, რაც წამოდი, ეს ამაზე ვფიქრობდი, რომ რატოა წავიდა პირიქით ესე თქვა უფრო დანაწევრებისკენ ვიდრე გაერთიანებისკენ. ნუ ხო, ამის მთელი ალბათ სხვა მიზეზები აქვს. ნუ ეპისტოლეები თურმე იმთავითვე ცნობილი ამბავი ყოფილა, წერდნენ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა თქვა რაღაცა მნიშვნელობით ეს ეპისტოლე წერილი მოციქულებით წერენ წერილებს და აქ არის ჩვენ გვხვდება საყოველთაო წერილები, ყველასადმი მიმართული წერილები, მაგრამ ეს რაღაც სხვა არის, პატრიარქების წერილები თურმე მე-4 საუკუნეშიც გვხვდება, მაგრამ ჩვენ სინამდვილეშიც არის ძალიან ესე ვთქვათ ესეთი სარწმუნოებრივი შინაარსის მოკლე წერილები მე-10 მე-11 საუკუნეში, მაგრამ და იცვლება ეს ზომაში. აი მე რას დავაკვირდი, იცით, მამაო, რომ მაგალითად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პირველი ეპისტოლეები 78-79 წლებში არის ბუნებრივია ძალიან მოკლე და მისი გავრცელება ახლა იმ დროს საბჭოთა დროს ისე არ ხდება და ტირაჟირება და ნუ ძირთადად გარემოცული არის უფრო ვთქვათ რელიგიური საკითხებით, მაგრამ მე ნელ-ნელა რაც უფრო ეკლესიის როლი და ადგილი იზრდება საზოგადოებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უფრო და უფრო მეტ სივრცეს, მეტ სფეროს მოიცავს, ფარავს და ნუ ეხება ფაქტობრივად უკვე საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა დარგსა და მიმართულებას. ზოგიერთ პოლემიკურიც იყო ესა და კრიტიკასაც იწვევდა ზოგიერთ თემა, რომელიც ყოფილა ხოლმე სხვადასხვა პერიოდში განხილული და ბოლო წლებში ამ ეპისტოლეზე სხვა რაღაც ჯგუფი მუშაობდა, ეს ალბათ მიღებული პრაქტიკა ყოფილა და ნუ ეგ კიდე ცალკე ამბავია, ხო, როგორი საერთოდ მე მართალი გითხრათ ესე ვთქვათ აი ამ რაღაც უკვე კაცობრიობის ზრდასრულობის ეპოქაში ბენხო ფერისეული რაღაც გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, მართლა გითხრათ ძალიანაც არ მესმის რატო უნდა იყოს საჭირო რაღაც ესეთი წინამძღოლობის, რაღაცა ესეთი წერილის, დარიგებების
მაშინ შემდეგ წერა კითხვა ხელმისაწვდომია ყველასთვის, რაღაცა უფრო დემოკრატიული, უფრო ესეთი დიალოგური და ჩართული ამბები უფრო მომწონს ქრისტიანობაში, იმიტომ რომ ცათასასუფეველი ამის სახე იქნება ცათასასუფეველში, ეს თქვათ ჩვენ ღმერთმა მოგვიწვია როგორც მისი თანაბარი არსებები. იქ ყველა ღმერთებად ვიქნები წარმოდგენილი, ყველა პიროვნებებად ვიქნები წარმოდგენილი და იქ ახლა ვიღაცას თქვათ მეტი ძალაუფლება აქვს, ამიტომ შეუძლია გაავრცელოს წერილს ამ ზომისა და შინაარსების გავრცელებაც ამასთანაც იყო დაკავშირებული ბეჭდური ამბები გაიზარდა იქ შუა საუკუნეებში ხელით წერდნენ, ახლა სტამბა არის საჭირო. ხო და სტამბა რადგან ხელმისაწვდომია, ამიტომ აუცილებელი არ არის რომ ეპისტოლეები ჩემი აზრით ესე ყოველ ჯერზე ახლა ერთი ეპისტოლე გამოჩნდება, მე ელოდებიან მეორე ეპისტოლეს. ქრისტიანისთვის მე მართალი გითხრათ, კარგად არ მესმის, რატო უნდა იყოს ეპისტოლე ესე ჩემს სარწმუნოებრივი ცხოვრების ესე ცენტრში და ესე მოლოდინში და სხვა ადამიანებისთვისაც. მაშინ როდესაც ეს თქვათ თუ არა ის რომ იქ უბრალოდ იყოს მოწვევა დიალოგისკენ, მოწვევა ეს თქვათ რაღაცა ჩართულობისკენ, ხო? საზოგადო ცხოვრებაში ეს თქვათ ჩემს ეს თქვათ ჩართულობისკენ მოწვევა თუ არ არის იქა, ხო? და ამისთვის სივრცეები თუ არ იხსნება. ის ესე დარიგება, რჩევა, მეგასწავლი, ეს რაღაცა მე მართალი გითხრა ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს მე არ ვიცი ვინოს უთქვამს თუ არა ეს, მაგრამ მე არ მომწონს ეს მართალი. აი ხო არის ახლა ეპისტოლეებში არის. აი მღვდელიც, აი თუნდაც მღვდელი სახარების განმარტებელი, ახლა უკვე კარგახანია უკვე მე მგონი კარგავს თავის ფუნქციას, იმიტომ რომ მღვდელი სახარების განმარტებელი საჭირო იყო მაშინ, როდესაც მღვდელმა იცოდა მარტო წერა კითხვა. ახლა როცა ყველა მიცეს წერა კითხვა, ხო? წაკითხული შინაარსის გადმომცემად მე უბრალოდ არ მინდა რომ ვიღაცამ გადმომცეს წაკითხული შინაარსი ბავშვობიდან არ მომწონდა, როცა ვიღაცამ კარნახობდა და არც არავის არ მოსწონს ეს, როცა თავის დამოუკიდებლობას რაღაცნაირად უბღალავენ, თუნდაც იმითი რომ ეხლა ვიღაცა ეს სკოლა დამთავრებულია, წერა კითხვა გავიგე, რაღაც საშუალო განათლება მივიღე, ეხლა დამოუკიდებლად უნდა ვიარო ამ ცხოვრების გზაზე. ხო, ამიტომ მჭირდება მეგობარი უფრო მეტად ვიდრე ეს კი, ადამიანი რომელთანაც ანუ მოძღვარი ადამიანი რომელთანაც შენ დიალოგი გაქვს და არა ადამიანი რომელიც სწორედ ეს გამოხატავს ცათასასუფეველს. ცათასასუფეველის სიმართლე ესეთი იქნება. სხვაგვარი რომ იყოს, მაშინ დავემორჩილებო არ ვიცი მაშინ პროტესტი მექნებოდა თუ არა, მაგრამ მე ვიცი როგორი არის ცათასასუფეველის სიმართლე. ცათასასუფეველის სიმართლე გულისხმობს იმას, რომ ყოველი ჩვენგანი იქნება დამოუკიდებელი პერსონა და ეს თქვათ მოწვეული ძალიან იმავე სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც არის ძეღმერთი მამასთან მიმართებაში. აი, რო უთხრათ ადამიანებს, ხო? არა ისტორიკოსებს, ასე რომ ვთქვათ, მოდერნულ ეპოქამდე, ანუ შუა საუკუნეებში წერა კითხვა იცის ორმა ჯგუფმა, ხო? რელიგიურ, ასე იგი, ფეოდალურმა ელიტამ, ფეოდალებმა და სასულიერო წოდებამ. ხო, ამ ორს სჭირდება, ანუ ერთ სჭირდება ადმინისტრაციისთვის წერა-კითხვის ცოდნა, ხოლო მეორეს ღვთისმსახურებისთვის და მთლიანი რაოდენობა საზოგადოებაში, ხო, ეხლა ეს განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, შეიძლება 2-3%-ს არ ცდებოდეს ადამიანებსა, რომელსაც წერა-კითხვა იციან და ბუნებრივია იმ დროს, იმ საზოგადოებაში, სადაც მხოლოდ 2-3%-მა იცის წერა-კითხვა, მოძღვრის დატვირთვა და როლი ბევრად უფრო სხვა ვიდრე დღეს, როცა ყველამ წერა-კითხვა არ არის აუცილებელი უკან წავიდეთ, ჯობია წინ ვიაროთ მე მგონი, ამიტომ ეს დაგვიანებულიც არ მე მგონი ეს ამბავი. მაგრამ აი ეხლა ამ ეპისტოლეებს რო დაუბრუნდე, ეხლა მე ვკითხულობდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის სააღდგომო ეპისტოლეს 1953 წელს. ნუ სოფლიო ომის დროს და ნუ საკმაოდ მოკლე ეპისტოლეა, მაგრამ არის დიდი აბზაცი აი საბჭოთა ჯარების მხარდაჭერაზე მტრის წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ სამშობლოს იცავენ ასეთ ფორმულირებას აკეთებს კათოლიკოს პატრიარქი და ბუნებრივია, ხო, რომ ახლა არასდროს ესე იგი ორგანიზაცია, ეკლესია, როგორც ორგანიზაცია იქნებოდა რომში თუ იქნებოდა მართლმადებლურ სამყაროში, პოლიტიკური ცხოვრებისგან ბოლომდე გამიჯნული არც ყოფილა, ვერც იქნებოდა და კარგია თუ არ იქნება მთავარი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ზეცის ხმა შემოიტანოს და არა თქვათ მიწაზე დარჩეს და ემსახუროს რაღაც მიწიერ და ისტორიულ ინტერესებს, თორე პოლიტიკაში უნდა იყოს უბრალოდ ზეცის პოლიტიკა უნდა ჩამოიტანოს, აი ალბათ საპრობლემო სწორედ ეგ იქნება, რომ იქ
უსამართლო და ბოროტმოქმედი ადამიანების რაღაცა ჯარის მხარდაჭერა რაღაც ისეთი არის ხო შეუთავსებელია ქრისტიანობასთან ხო? ხო, მაგრამ არასდროს ყოფილა თქვათ განსაკუთრებით შუა საუკუნეებში რომის ეკლესია, რომელსაც ესე იგი ამხელა ძალაუფლება ჰქონდა მეფეებზე, იმპერატორებზე, ამისგან თავისუფალი არასდროს არ ყოფილა. ხო. ზეციდან ჩამოტანაზე რომ გადავიდეთ, ახლა აღდგომის წინა შაბათს ყოველთვის არის ეს ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. პატარა ისტორია, რომ ვთქვათ, ისტორიულ შესავალს მე გავაკეთებ და თქვენ შემდეგ უკვე რელიგიურ კუთხეზე რომ გაამახვილოთ ყურადღება, ესე იგი, საიდან მოდის ეს ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა, სად ხდება საერთოდ, ხო? ანუ ქრისტეს საფლავის ტაძარი არის, ხო, იერუსალიმში, დასავლეთ იერუსალიმში. ქრისტეს საფლავის ტაძარი, რომელიც პირველად ააშენა დედოფალმა ელენემ, ესე იგი კონსტანტინეს დედამ და როგორც ამბობენ, ეს აშენდა ძველ რომაულ წარმართულ ტაძრის ადგილას. ხო, იმიტომ რომ ადრიანემ იქ თურმე განზრახ ეგეთი რომ არა, წინამძღოლში მონიშნა. იქ დადიოდნენ ქრისტიანები ამბობდნენ, ხო, მაცხოვრის საფლავზე ასაღნიშნავად. და ადრიანეს სპეციალურად ააშენებინა ადრიანემ? ხო, წარმართული, მაგრამ ამითი მეორე მხრივ მონიშნა ის ადგილი. ხო. ანუ ეს საერთოდ არ არის უცხო რელიგიებში, როცა თქვა ერთმანეთის წმინდა ადგილებზე აშენებენ. ხო და შემდეგ ან შინაარსებზეც, ალბათ ამასაც შევეხებით. შინაარსებით რაღაცნაირად გადაკვეთილია ხოლმე, თუნდაც კვერცხის ან სხვა. კი, შევეხებით ამას. მეოთხე საუკუნეში უკვე ეს პირველი ტაძარი, ქრისტეს საფლავის ტაძარი შენდება, მაგრამ ნუ არაბები იკავებენ ამ პალესტინის ტერიტორიას, მე-11 საუკუნეში ხდება ფაქტობრივად ამ ტაძრის განადგურება, მაგრამ შემდეგ უკვე ჯვაროსნები მე-11 საუკუნის ბოლო წლებში იკავებენ წმინდა მიწებს იერუსალიმს და მე-11 საუკუნის ბოლოს მე-12 საუკუნეში შენდება, რაც დღეს გვაქვს ქრისტეს საფლავის ტაძარი, ამ ფორმით ამ ტაძრის აშენება და აი აქ ძალიან ისე საკმაოდ უჩვეულოდ დანარჩენი საქრისტიანოსთვის გაყოფილი არის ძალაუფლებების სხვადასხვა კონფესიებს, ქრისტიანულ კონფესიებს შორის, ხო? რომ ესე იგი თავისი ადგილი აქვს ამ ტაძარში მონიშნული პირდაპირ ბერძნულ, ანუ ეს იერუსალიმის საპატრიარქო, ეს ძველი საპატრიარქო არის ბერძნების ხელში, ანუ ბერძენ მართლმადიდებლებს თავიანთი ადგილი აქვთ აქ, თავიანთი ადგილი აქვთ სომეხ გრიგორიანელებს, კოპტებს აქვს თავისი ადგილი ეთიოპიელ და ეგვიპტელ და ახლო აღმოსავლეთის სხვა კოპტებს და კიდევ ვინ არის? ხო, კიდევ ლათინოსებსაც თავისი ადგილი აქვთ, ლათინოსებს, ანუ უკვე კათოლიკ ლათინოსებს იერუსალიმში კათოლიკეებს უწოდებენ. ახლა მცირე განმარტება რო ვთქვათ, ახლა ეს კოპტები და გრიგორიანელები რო ვახსენეთ, ეს არის ამაზე თქვენ ჩემზე ბევრად უკეთესად შეგიძლიათ საუბარი. მონოფიზიტობასა და დიოფიზიტობას შორის განსხვავება, ანუ კოპტები და გრიგორიანელები, ანუ კოპტური სარწმუნება, კოპტური ქრისტიანობა უბრალოდ გავრცელებული არის ეგვიპტეში, ეთიოპიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ნაწილში. როგორც კოპტები, ასევე გრიგორიანელები აღიარებენ ქრისტეს ერთბუნებოვნებას, რომ ქრისტე იყო მხოლოდ ღმერთი. ხოლო და ეს არის ძველი დავა, ბიზანტიის იმპერიიდან მოყოლებული მე-7-8 საუკუნე. ხოლო მართლმადიდებლები, მათ შორის ჩვენც, ვაღიარებთ ქრისტეს ორბუნებოვნებას, რომ ქრისტე იყო როგორც ღმერთი, ასევე კაცი, განკაცდა და იქ თეოლოგიური წიაღების სიღრმეები არის, რომ მონოფიზიტებიც არ დაგთანხმდებიან, შეიძლება არ დაგთანხმდნენ ახლა მაგ განმარტებაზე თქვენ. ხო, ნუ მოკლედ კი ძალიან რთული საკითხია. ხო, არა, მე ეხლა მე უფრო ისტორიულ ამბავს ვqvydri კარგად თეოლოგიურად და რაღაც ანუ რაღაც დებატები იმაზე, რომ ქრისტე რომ ჯვარს აცვეს და სამშვალები რომ დაასვეს მას ეტკინა თუ არ ეტკინა, თუ ღმერთი იყო, არ ეტკინა, თუ კაციც იყო, ასევე ეტკინა. მოკლედ, ეს ამბავი არის, მთელი ეს დებატები არის, რომელიც 1500 წელია ლამის გრძელდება, მაგრამ აი ამ ქრისტეს საფლავსთან ამ ადგილს იყოფენ
და ყველას თავისი წვლილი, მადლი, თავისი წილი, მადლი ხდება აქედან და მე ხდება ამისი, გავრცელება, ხო? როგორ არის, კელიაში შედის იერუსალიმის ბერძენი პატრიარქი და იქიდან გამოაქვს წმინდა ცეცხლი და მე ეს ვრცელდება და ეს ამ ცეცხლის გავრცელებას, ხო, იმ თავითვე ხდებოდა და ამას უკავშირებენ, რომ პირველად თითქოს ელენეს დროს მოხდა, დედოფალი ელენეს დროს მოხდა და მაგრამ აი ეს ისტორიული ჩანაწერები თუ არ ვცდები არის მე-10 საუკუნიდან, მგონი მე-10 საუკუნიდან და იყოს, როცა მოგზაურები იწერენ, რომ აი ეს ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა და ასე შემდეგ. აი რა შეგიძლიათ რომ ამის თაობაზე გვითხრათ, აი ამ ასე რომ ვთქვათ, გასაგებია, ხო, ის შუა საუკუნეებში დაფუძნებული დანერგილის ტრადიცია არის, ეხლა რაღაცა სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და რა არის მართლმადებლებისთვის ეს ამბავი და ზოგადად ქრისტიანებისთვის. ისი აი ეპისტოლეების არ იყოს ასევე ამ ცეცხლის ამბავი, რატო ექცევა ეს ჩვენი ყურადღების ასეთ ცენტრში, ჩემთვის ახლა გასაკვირია ეს. თუმცა ჩემი სარწმუნოებრივი ცხოვრების რაღაც განმავლობაში იყო პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ვანიჭებდი ამ ისტორიას, ამ ამბავს და ყვებოდი ისე როგორც ახლა ალბათ ბევრი აქვს ეს მოსმენილი. ჩემს ახლა ამ კითხვაზე პასუხისთვის უფრო მნიშვნელოვანი არც ეს არის სიახლე, რასაც ახლა მნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ ერთი რამე რა. მე მგონი ამ კითხვაზე პასუხისთვის მნიშვნელოვანია თვითონ სასწაულის ფენომენი რა. აი სასწაული, რა არის სასწაული და რა პრინციპით ან რა ლოგიკით ჩნდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში ღმერთის სასწაულები. ხო? აი ყველაზე დიდი კრიტიკა, რომელიც ესე ვთქვათ, მე მომისმენია, მდგომარეობს იმაში, რომ შეგვიძლია თუ არა ჩვენ ღმერთის მოყვარულ ადამიანებს გავიგოთ ღმერთის ლოგიკა. ხო? რას აპირებს, რა გეგმა აქვს? აი დღეს გავრცელე ამბავი, რომ ლიოსა გარდაიცვალა და მგონი ლიოსას არ აქვს, მაგრამ სარამაგუს აქვს, რომ რას აკეთებს ეს ღმერთი? ხო, იმაში აქვს, რა ქვია, თავის კაინში აქვს მგონი, ხო, რომ გვესმის რას აკეთებს ეს ღმერთი. რატო ახდენ სასწაულს ახლა, რატო შეიძლება იხსნას, თქვათ, ვიღაც მართლმადიდებლის თხოვნა შეისმინოს და არ შეისმინოს ავსტრალიელის ან ამერიკელის თხოვნა, რომელიც დატყვევებული ყავს მის ქმარს ან მის ვიღაც მამას, სადაც ესე ვთქვათ, სარდაფში და საშინელ დღეში ამყოფებს, არა, წლების განმავლობაში. აი ეს კითხვა უფრო მძაფრია, უფრო მნიშვნელოვანია, რომ როგორია ეს სასწაული, რატო არის რომ ეს სასწაული არ არის ესეთი, ესე ვთქვათ, აი სასწაულების ადგილი საერთოდ ღმერთ ადამიანურ ურთიერთობებში რა. რამე ლოგიკას ექვემდებარება, თუ ექვემდებარება, მაშინ გავიგოთ რა ლოგიკაა ესა და მაინც რომ ცეცხლსაც რო არ გავცდე და რო არ ავირიდო ეს შეკითხვა ასე ვთქვათ, ხო? აქაც ძალიან ბევრი ის არის რა ქვია, კონტროვერსიული ამბავია ესა, ხო? ხან იერუსალიმის პატრიარქი იტყვის რომ ეს არის მოგონება, ხან არ იტყვის ბოლომდე რომ ეგ ლოცულობს და ეს ცეცხლის კურთხევაა და ტოვებს სივრცეს იმისთვის რომ ადამიანებს სწამდეთ რომ ეს სასწაულებრივად ინთება, აი არაფრისგან უბრალოდ ინთება ეს ლამპარი და არის დიდი გადაკიდება მოკლედ მორწმუნეებს შორის იმის გამო რომ შენ უნდა აღიარო, გეგონება ეს მრწამში იყოს გაწერილი რომ ვაღიარებ რომ ცეცხლი გარდამოდის სასწაულებრივად ან პირიქით ჯერა რომ ამ ცეცხლს უბრალოდ აკურთხებს პატრიარქი, ლოცულობს და ამბობს რომ აი ეს ღმერთის იდეა, ქრისტეს იდეა ცეცხლივით მოედო სამყაროს და აი ეს მინდა რომ მოედოს და ამის სიმბოლოა, ხო? კურთხევა ეგ არის რომ გამრავლდა და გეგონება ეს მწამსი იყოს იმისი რომ აი ღმერთი რომ იესო ქრისტეა. გეგონება ეგეთივე მნიშვნელობის ამბავი იყოს, ხო? ამიტომ ეს რჩება მე არ ვიცი ეს რატო არის ასე დატოვებული თავისუფალ არჩევანზე. შეიძლება რაღაც ჩემი ვარაუდი მქონდეს, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენს სინამდვილეში არიან ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, სულიწმიდის გმობად ჩაგითვლიან იმას, რომ არ აღიარო, რომ ის ცეცხლი ზეციდან გარდამოვიდა და ადამიანები, რომლებსაც
ზუსტად იციან რომ ეს არის თქვათ იქ პატრიარქი ლოცულობს ამ ცეცხლზე, აკურთხებს ამ ცეცხლს, აანთებს და გამოიტანს და ვერ იტყვის რომ ეს იქნებ ზოგჯერ მართლა აინთო თავისი თუ თვითონ აანთო იქ ლამპარზე თუ და მოკლედ რა ეს ძალიან კონტროვერსიული ამბავია რა და რატო ჩემთვის მე იმის თქმა მინდა რომ არ არის აუცილებელი რომ ცეცხლი დავტოვოთ ჩვენი სარწმუნოების ცენტრში, ხო? ეს ერთი და მეორე, თუ კი რამესთან გვინდა რომ პოლემიკურად და რთულ შეკითხვას თუ გვინდა მივადგეთ, რთული შეკითხვა არის რა პრინციპით ახდენს და ერევა ღმერთი ისტორიაში. სასწაულებს რა პრინციპით ახდენს, რატომ მოახდინა თქვა დიდგორზე და რატო არ ახდენს ახლა უკრაინაში. ხო, იმიტომ რომ არანაკლებ ბოროტი დამპყრობელი არის რუსეთი ახლა არა მარტო უკრაინისთვის, ხო და რატო არ შეგვეწევა წმინდა გიორგი, ხო? ჩვენ და რატო გონია ვიღაცას რომ შეიძლება რამენაირად წმინდა გიორგი იყოს რუსეთის მხარეს და ასე შემდეგ, ხო? ხო, აი რა ლოგიკაა ეგ? და ღმერთიც ხო ეგ არის. რომ ეგეთი ადვილი გასაგები არ არის ეს ამბავი. ხო, ეგ ხო. ხო და აი ეს უფრო მნიშვნელოვანი. ხო, მაგრამ ეს უფრო არა მაპატიეთ ხო. თავის მე ამ შეკითხვას მივყავა რაკეთკენ უფრო რა ამის თქმა უნდა. თავისთავად ეს რიტუალი, ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი რომ ანუ იერუსალიმის პატრიარქს გამოუაქის, ეს არის სააღდგომო ლოცვის დაწყება, ხო, თავისთავად, ანუ ღვთის დიდების დაწყება, ანუ შაბათ შუადღეს ხდება ეს ამბავი და მთელი მსოფლიო აი ამ სააღდგომო ზეიმს იწყებს ამ მომენტიდან, როცა ეს პატრიარქი ლოცვას ამბობს და ცეცხლი გამოაქვს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი და არა რაღაც ჰოლივუდური დრამასავით რო ველოდოთ, რომ ეს ცეცხლი რაღაცა ზეციდან ჩამოდის თუ კელიაში ლოცვის დროს ინთება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღაც ხო, აი რაღაც შინაარსი აქვს მნიშვნელოვანი. ხო, მეორე მხრივ ეს პატივისცემაც რწმენის მომენტიც, მოკლედ ძალიან გასათვალისწინებელია რა. აი როგორც კი ამ ცენტრში აქცევ, უკვე შინაარსი იკარგება. არ ხიფაცაც უახლოვდები იმ გაგებით, რომ სხვების რწმენას ხო რაღაც წარმოდგენებს არ შეეხო ცუდად. ცუდად ხო არ შეეხო ცუდად, ხო? ხო და აი თავისუფლებასაც გეგონება გართმევს, შენს გართმევს თავისუფლებას და რაღაცა სხვის თავისუფლების პირისპირ გაყენებს და სინამდვილეში ქრისტიანული სული ეგეთი არ უნდა იყოს, ღმერთის სული ეგეთი არ უნდა იყოს, შიშს არ უნდა გვრიდეს, არა? მეორესთან მიახლოება არ უნდა იყოს ესე თქვა და ესეთი დაფეთებული და შიშნარევი, რომ აი იცი რა ეხლა რაღაცით ისე არ უთხრა, რაღაცა ეწყინება. ესე უკვე თავად ეს განცდა რომ ამან შეიძლება შიში გამოიწვიოს და გაუცხოება, მე მგონი უნდა კარნახობდეს რომ ეს ის საკითხი არ არის რითაც შეიძლება ერთმანეთს მიუახლოვდეთ, ხო? შეგახსენებთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დაალაიქეთ ჩვენი Facebook გვერდი და გამოგვყევით TikTok-ზე. მამაო, ეხლა მე მინდა კითხოთ და ნუ სანამ კითხავთ რაღაც წავიკითხო. ატრიბუტები ახლავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რაც არის აღდგომის კვერცხი, წითლად შეღებვა კვერცხისა, პასქის გამოცხობა, პარასკევს შეღებვა ხო კვერცხის და მერე საფლავზე გასვლა და ანუ მთელი რიტუალები გვაქვს და ამის ისტორია და შინაარსი რომ გავიაროთ. აი მე ხა ხელში მიჭირავს 1899 წლის გაზეთი ივერის, ანუ ილიას გაზეთი ივერის განმარტება აღდგომის კვერცხის ისტორიაზე და ნუ მე ეს გადავამოწმე მცირე ამონარიც წავიკითხავ და ნუ თანამედროვეობაც ამ საუკუნისა და 26 წლის შემდეგ ისევ ასე უყურებს აღდგომის კვერცხის ისტორიას. ციტატაა ეს: წითელ კვერცხების ხმარება აღდგომის დღესასწაულებში და ამ კვერცხებით ერთმანეთის მილოცვა ჩვეულებად არის მიღებული თითქმის ყველა საქრისტიანოს ქვეყანაში. ამ ჩვეულებას მისდევენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკენი და სხვა ქრისტიანები. დღემდის და ჭეშმარიტებით ვერ გამოუკვლევიათ, საიდან წარმოსდგა და როგორ გაჩნდა ეს ჩვეულება. ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ იგი ჩვეულება ქრისტეს წინადაც არსებობდაო. ზოგიც კი შემდეგ გაჩნდაო. მრავალი მკვლევარი ამ ჩვეულების დასაწყის ეგვიპტესა და საბერძნეთის მითოლოგიაში ხედავს, ანუ პრექრისტიანული არისო. ამბობენ იმასაც, რომ კვერცხების ხმარება აღდგომის დღესასწაულებში
ქრისტიანებმა ებრაელთაგან გადმოიღესო. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ ეხლაც აქვს თავიანთი აღდგომის, ანუ პასექის დღესასწაულის დროს შემწვარ კვერცხებსა და შემწვარ კვერცხებსა სჭამენ ხოლმე. ასეთი ჩვეულება ჰქონიათ ძველ რომაელებს. მხოლოდ შემწვარ კვერცხებს ყოველ ზდის დღესასწაულში სადილს წინათ შეექცეულდნენ ხოლმე. განსაკუთრებით დიდად იყო გავრცელებული კვერცხების ხმარება პასკის დღესასწაულის დროს, პასეკის დღესასწაულის დროს. ძველ ეგვიპტეში არსებობდა მათი სამსოფლიო კვერცხის შესახებ მათის თქმით დედამიწა ამ კვერცხთაგან გაჩნდა. ძველად ქრისტეს დაბადებამდე ბევრგან ჩვეულებად იყო აგრეთვე, როდესაც წარჩინებულ კაცთაგან მივიდოდა ვინმე მისალმების ნიშნად კვერცხს მისთავაზებდა ხოლმე. და აქ ახლა უკვე შემდეგ მოთხრობილი არის მარიამ მაგდალინელის შესახებ ეს ლეგენდა, რომ ამ ჯვარცმის შემდეგ რომის იმპერატორთან მივიდაო და ეს წითელი კვერცხი დაახალაო. არის თქვათ ეს პასეკთან კავშირი, ანუ პრექრისტიანული მოსაზრებები ამ კვერცხის ტრადიციის გაჩენასთან დაკავშირებით, რომ კვერცხს ჭამდნენ პასექზე. ასევე ის რომ ესე იგი ეს წითელი ფერი ქრისტეს სისხლს აღნიშნავს და რომ ეს კვერცხის უსულოება, გარეგნული უბუნებოვნება არის ქრისტეს საფლავი, რომლის შიგნითაც არის კვერცხის გული, ანუ სიცოცხლე. ანუ საფლავის შიგნით არის სიცოცხლე და ეს განასახიერებს აღდგომას. და ეს ტრადიცია, რომ ქრისტე აღსდგა და ჭეშმარიტად ამ კვერცხს რო ურტყავენ ერთმანეთს, რომ აი ამ ეს საფლავი ტყდება და აი აქედან უნდა გამოვიდეს სიცოცხლე. ასევე პასკის დღესასწაული, ანუ თვითონ პასკა ეს სიტყვა, ხო, ბერძნულადაც აღდგომა როგორც პასხა, ეგრე არის. და პასეკიდან მოდის. ებრაული სიტყვიდან მოდის. გვერდის ავლას რომელიც ნიშნავს, დიახ, კი. და ამ ნამსხვარს, თქვა ტკბილ ნამსხვარს, აი ადრეული საუკუნეებიდანვე აცხობდნენ და აცხობდნენ მათ შორის საქართველოშიც, აი სრული სამზარეულო არის ესეთი ბარბარე ჯორჯაძის წიგნი, რომელიც მან გამოსცა 1874 წელს და ამ სრულ სამზარეულოშიც არის პასკის, ასე რომ ვთქვათ, რეცეპტი და დღემდე ეს ქართველები, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ქრისტიანული სამყარო აი ამ ორი ატრიბუტით აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. აი კიდე რა ატრიბუტები არის თქვენ რას გვეტყოდით ამის გარშემო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გარშემო და რას თქვენი განმარტებით რას აღნიშნავს? კი, რა საინტერესოა, რომ 19 საუკუნის განმარტებას ვერაფერს ვერ შეხმატებ დღეს კვერცხზე და წითელ კვერცხზე, თითქოს ვერაფერს და როგორც ასიამოვნო, რომ მაშინ უკვე ფაქტობრივად ძალიან ამომწორავდა და ესე სრულად იყო ამაზე პასუხი, თქვა ამ წერილში, რომელიც თქვენ წაიკითხეთ და რაც შეეხება პასკას, მე ის უფრო პასკის ისტორია ძალიან მომწონს, იმიტომ რომ უფუარ პურს მიირთმევდნენ ებრაელები პასექზე. იმიტომ რომ სიცოცხლეს აკლდა ის მრავალი გემო, ის ესე ვთქვათ ის სიხარული, ის რაღაც გნებავთ სიუხვე, რაც არის ხოლმე იმაში, რასაც ჩვენ ახლა რასაც ჩვენ ახლა პასკაში ვხედავთ, არა? იქ არის ქიშმიში, იქ არის სიტკბო, იქ არის გაფუებული, ესე ვთქვათ, ეს ცომი და გემო, მდიდარი გემოები, სიმდიდრე, რაღაცა ხო, სიმრავლე, მეტი სიხარული. აი ეს არის ის, რაც ღმერთთან არის დაკავშირებული. ღმერთს მოაქვს
გაცილებით უფრო ჩვენთვის წარმოუდგენელი და გაცილებით უფრო მეტი სიკეთე, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ. ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება ჩვენ თავს ასე ვთქვათ მიუწონოთ რა. ჩვენ თავისთვის უფრო ნაკლები გვემეტება, ვიდრე ღმერთს ჩვენთვის. ჩვენ თავისთვის ბევრსაც ვერც ვერაფერს ვერ შევქმნით ჩვენ თავისთვის. და ღმერთს კი გაცილებით მეტი რამის მოცემა სურს ჩვენთვის. ეს ფაქტობრივად არის პერიფრაზი იმ სიტყვებს, რაც ჩვენ სახარებაში გვესმის, რომ მოვედი რათა სიცოცხლე გქონდეთ და სიცოცხლეზე მეტი. ეს არის იგივე რაც ხდება კანას გალილეაში, როდესაც წყალს ღვინოთ აქცევს მაცხოვარი და მიუტანენ სუფრის უფალს და ის რომ გასინჯავს სიძეს დაუძახებს და ეტყვის რომ მანამდე რა ღვინოს რო ჩვენ ვსვამდით ის არც ისე კარგი ხარისხის იყო. რაღაც ღვინო იყო ისეთი და ახლა რაც შემოამატეს, ეს არის არაჩვეულებრივი ღვინო. ესე იგი, აქედან ესეთი პატარა ესეთ დასკვნის თუ დიდაქტიკური რაღაც მსჯელობის აღება შეიძლება, რომ სიხარული, რომელსაც ღმერთი ჩვენ გვთავაზობს, გაცილებით უფრო გემრიელია, გაცილებით უფრო სასიკეთოა. ვიდრე ის, რასაც ადამიანი თავის ხელით შექმნის, ხო? მანამდე ღვინო იყო ადამიანების ხელით შექმნილი, ხოლო ღვინო, რომელიც შემდეგ შემოამატეს ქორწილში, იყო ღმერთისაგან ნაკურთხი. ანუ ღმერთი არის ის, ვისაც ჩვენთვის ემეტება იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. აი ეს პასკა, რომელსაც ჩვენ ჭამთ, არა დაახლოებით აი ამის განსახიერებაა, ხო? იმიტომ რომ ხმიადი აუფუებელი სხვადასხვა დანამატების გარეშე პური ერთია და ის მარტო როცა ქშია მაშინ გეჩვენება ქადად, ხო? თორე როცა ესე ვთქვათ საჭმელის არჩევანი არის, მაშინ უბრალო პურს არ მიმართავ, არა, უფრო გემრიელსა და უბრალოს შორის განსხვავებას ადამიანი როგორმე შეამჩნევს, ხო? ამიტომ მოკლედ ეს საფუარი აკლდა სიცოცხლეს, ადამიანებს აკლდა ეს საფუარი, სიმრავლე, რაღაცა სიუხვე და ყველაზე მეტად რაც აკლდა ადამიანს. ეს იყო მტკიცე რაღაცნაირი, ესე ვთქვათ, დასტური, რომ სიკვდილი, სიძულვილი, ბოროტება მეტი აღარ იქნება. რომ ეს ყველაფერი დაძლეულია. რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით არა მარტო მარადიულობას მოიპოვებ, არამედ ისეთ სიცოცხლეს, რომელშიც არის სიტკბო, სიხარული, სიმდიდრე, სიუხვე, ხო? ამას უნდა განასახიერებდეს ახლა სააღდგომოს უფრაცა და პასკაც ამას განასახიერებს. და ამაზე აქცენტი, და ის ყველაფერი რა თქმა უნდა რაც კვერცხთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის აი ეს არის მოკლედ რა, ეს გაცილებით უფრო მეტის მოცემა, ვიდრე და ყველაზე მნიშვნელოვანის მოცემა, რაც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ იგრძნოს სიცოცხლის სიხარული. არსებობის სიხარული, რომელიც სრულდება სიბერით, ტკივილით, რაღაცეების მოკლებით, ურთიერთობებში პრობლემებით, ხო, წინააღმდეგობებით, ჯიბრით, ხო? რაღაცა ქიშპით, ძალაუფლებების ეს არის დამღლელი, დამქანცველი ურთიერთობა და სიცოცხლე, ხო? საბოლოო ჯამში კი სიკვდილი, რომელიც ამ ყველაფერს საერთოდ მეორე პლანზე გადაიტანს, არა? სიკვდილი ამ ყველაფერს საერთოდ გავიწყებს, ისეთი მწარე და ტკივილიანი რამეა, ხო? და აი მკვდრეთით აღდგომა და აღდგომის დღესასწაული სწორედ არის ხარება იმისა, რომ დასრულდება და დადგება სიცოცხლე, რომელშიც ამათი ხსენება არ იქნება, ხო? წინააღმდეგობების, გაუგებრობის, უპირატესობის მოპოვების და საბოლოო ჯამში თუნდაც კლების, აი რაღაცნაირად ესე ვთქვათ, აი სიბერე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა, როცა ატყობრო რაღაც შეიძლება დაგაკლდეს. აი კლება აღარ არის აღდგომაში, ახალ სიცოცხლეში, შენ არაფერი არ გაკლდება, არამედ ახალიდან კიდე უფრო ახალ საფეხურზე გადადიხარ, ხო? ამიტომ ეს ისეთი სიხარულის საბაბი ხდება ხოლმე, აი აღდგომა არის რაღაცა ახალი მოლოდინების, მოკლედ დიდი ისე რა ქვია, დასაწყისი, ახალი მოლოდინებით სავსე სიხარული, ახალი მოლოდინებით სავსე. ამ მოლოდინებისადმი ღიაობა არის ამავე დროს, და. და ქრისტიანი ემზადება, ხო, მამაო, ამისთვის, იმიტომ რომ ჯერ ეს 40 დღიანი მარხვა არის, მანამდე მარხულობაში არის ადამიანი,
შემდეგ ბზობა არის ერთი კვირით, ანუ ახლა მე ვტოვებ რაღაცებს ბუნებრივია, თორე ბევრად მეტი რამ ხდება ამ 40 წლის განმავლობაში. ერთი კვირით ადრე არის ბზობა და შემდეგ არის ვნების კვირეული, ახლა ჩვენ ვნების კვირეულში ვართ. და აი ამას რა შინაარსი აქვს, ხო? ანუ მარხვას თავისთავად ვნების კვირეულს და რატომ არის ეს ასე რომ ვთქვათ, წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანისთვის და როგორ ემზადება ან უნდა ემზადებოდეს ადამიანი აი ამ დღესასწაულისთვის, ხო, რომ ანუ თავისთავად რომ იმ საკვებ პროდუქტებს არ მოიხმარს ადამიანი ამ მძიმე მარხვის დროს, ხო, ეს ხო არ არის რაღაცა დიეტა, ხო, ბუნებრივია, ამას თავისი შინაარსი უნდა ქონდეს და უნდა გამოიხატებოდეს არა მხოლოდ კვებაში და კვების რაციონში, არამედ აი ამ სულიერ მიმართებაში, ამ დღესასწაულისადმი და ასე რომ ვთქვათ, ანუ სულის განწმენდისათვის და დღესასწაულისთვის აი როგორ იგეგმება ეს, ანუ ქრისტიანობა როგორ გეგმავს ამას, რომ როგორ უნდა მივიდეს ადამიანი აღდგომამდე. როგორ მივიდეს ადამიანი აღდგომის სიხარულამდე. რატო უნდა გახდეს და ამ გზაზე რა დანიშნულება აქვს, რა შინაარსი აქვს მარხვას, ვნების კვირეულს და ვთქვათ, წითელ პარასკევს, ხო, აი ამ დღეებს რა მნიშვნელობა აქვს აი ამ სიხარულის სიხარულამდე მისვლაში. მე მგონი მთელი ეს მარხვა შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თავის ჩვევებს, აი რაღაცა ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ იმას, რომ ცხოვრება სავსე არის სიძნელეებით. და დრო ცხოვრება აუცილებლად დაღმავალი გზით მიდის და ესეთი რაღაცნაირი ისტორიულია. რაღაცნაირად თქვენი გადაცემის სათაურის კრიტიკული იქნება ის აზრი, რომელიც ახლა მინდა ვთქვა. მე მგონი მთელი ეს 40 დღე არის ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, რომ შენ არ დაეთანხმო და შენ ბრძოლა გქონდეს და შენ წინააღმდეგობაში და რაღაცა ასე ვთქვათ კონფლიქტში შეხვიდე შენი არსებობის ისტორიულობასთან. იმასთან რომ შენ ტყვე არ ახარ შენი წარსულის. შენ თავს განიხილავ რაღაც გაგებით საკუთარ თავს რაღაც კრიტიკულად უყურებ, მაგრამ ემზადები ისეთი არსებობისთვის, რომელშიც შენგან მხოლოდ კარგი ამბები დარჩება. მოკლედ აღდგომის სიხარული უნდა იყოს რაღაცა აი ახალი დაბადების სიხარულია და ეს ახალი დაბადებისთვის მთელი მზაობა გჭირდება, მე მგონი, რომ ძველს ადვილად შეელიო, შენს ისტორიას ადვილად შეერიო, ისტორიულობას ადვილად, ესე ვთქვათ, უთხრა დისტანცირდე მისგან. ხო, კი არ გაააქრო ის, მაგრამ რაღაცნაირად რაღაცის გამოცდილებად დაიტოვო. დაიტოვო გამოცდილებად როგორი იყო ცხოვრება ღმერთის გარეშე. და აღარც გინდოდეს რაღაცეების გახსენება როგორი იყო ღმერთის გარეშე. იმიტომ რომ ღმერთის გარეშე ადამიანები მანიპულირებდნენ, იყენებდნენ ღმერთის სახელს, იყენებდნენ რაღაცა სიმართლის სახელს, კანონის სახელს, ძალაუფლების სახელს და ჩაგრავდნენ მეორეს, ტკივილს აყენებდნენ მეორეს, ატყუებდნენ მეორეს, შენს იქნებ გარკვეულწილად. მოკლედ შენ არ მოგწონს ის რაც ახლა აქ ხდებოდა, როცა ღმერთი არ იყო შენს გვერდით. აი, რაღაცნაირად მე მგონი მარხვა უნდა იყოს დარდი იმაზე, როგორ მძიმე არის უღმერთო ცხოვრება. როგორ მძიმეა იმის გააზრება, რომ რაღაცნაირად შეიძლება ორგული ხარ, ძალაუნებურად ორგული ხარ, იმიტომ რომ შენ ეხლა გაქვს საშუალება რომ დაისვენო, შენ გაქვს საშუალება რომ თავისუფლად იყო, ვიღაცა კი ამ თავისუფლებისთვის რაღაც შეიძლება რაღაცა გაცილებით უფრო მეტს გაიღებს. ან შენ შეიძლება დანაყრდე, მაგრამ ზუსტად იცი რომ ვიღაც ბავშვი შეიძლება სადღაც
მოკლებულია იმას, რომ ელემენტარულად წყალს იყოს შეიძლება სადმე აფრიკაში მოკლებული და შენ ზგვერდით კი გემრიელ საჭმელს იყოს მოკლებული, ხო? და გიწევს ამ ორგულებით ცხოვრება, ვერაფერს ვერ აკეთებ, შენ მაინც ჭამ ამ თბილ საჭმელს, გემრიელ საჭმელს. და გაცილებით იშვიათად მონაწილეობ საზოგადო ტკივილში. ხო და ეს 40 დღე არის ფაქტობრივად აი მზადება იმისა, რომ დროზე დაემშვიდობო ცხოვრებას, რომელშიც არ არის ღმერთი, რომელშიც არ ჩანს ღმერთი. და დროზე ძალიან გინდოდეს, რომ დადგეს დრო, როცა იქნება უკვე ღმერთი და სიკეთე და ესე თქვათ რაღაცა კეთილდღეობა იქნება ყველასთვის. ხო? ეს ცათასასუფეველი ესეთი რამე არის, როდესაც არავის არ ექნება ეს ნაკლულობის განცდა, არავის არ ექნება შიში, რომ მშიერი იქნება, შესცივდება, დაჩაგრავენ, ხო? ან მოკვდება საბოლოო ჯამში და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება არავის არ ჩაგრავდნენ, მაგრამ სიკვდილის განცდის და სიკვდილის შიშის და სიკვდილის შეხვედრის ეს მოლოდინიც გამქრალი იქნება. ამიტომ ეს ძალიან უნდა გვინდოდეს ეს აი მომენტის დადგომა, ანუ აღდგომა არ არის უბრალოდ მარადიულობა. აღდგომა არის სამყაროს განახლება. ისეთ სამყაროს, ესე ვთქვათ, განახლების, ის სამყაროს ის იმდაგვარად განახლების ამბავია, რაც არ უნდა ეს პარადოქსულად და ისეთ აი ყურს ჭრიდეს ესეთი ამბავი, ხო? ერთმა ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ ისა რა ქვია, ის ათეისტია და მითხრა, რომ რაღაც შევედი როლებში და უყვებოდი ამ მკვდრეთ აღდგომაზე დავიწყე ლაპარაკი ამ რაღაცა საყოველთაოდ მოკლედ ამ სიკვდილის და სიძულვილის და ბოროტებით ცარიელ და გამოცარიელებულ პირიქით ესე ვთქვათ სამყაროზე ლაპარაკი და მითხრა რომ მე მეგონაო თქვენ გაცლებით უფრო ნაკლებ სიგიჟეებზე ლაპარაკობდითო და ეს რამოდენა სიგიჟე ხო მე მესმის რომ ეს ძალიან გიჟურად შეიძლება ყურში ხვდებოდეს ადამიანებს, მაგრამ ქრისტიანებს ეს არ უნდა, ქრისტიანებს ეს ასე არ უნდა იყოს. და ქრისტიანებს ეს მარხვა უნდა იყოს აი ამ ამბის არა მარტო დადგომის მოლოდინი, არამედ რაც შეიძლება უფრო მეტად ჩამოტანის ამბავი. მარხვა იყო უფრო მეტი სამართლიანობის, უფრო მეტი მოწყალების, უფრო მეტი სიხარულის და უფრო მეტი თავისუფლების სივრცის შექმნის პერიოდი უნდა იყოს, ხო? ესე იგი, ხო, რასაც თქვენ ამბობთ ახლა ეს რომ რაღაცა წარსულთან რელიგიურად რო ვთქვათ ეს არის აი ამ წარსულთან ანუ უღმერთო წარსულთან დისტანცირების ღმერთის არ დასწრებასთან ხო უღმერთო ორმაგად შეიძლება გაიგონ უბრალოდ ღმერთი აქ არ არის ხო აი პარუსიის ამბავი რომ ღმერთის თან დასწრების ამბავი არ მგაგებით რომ ღმერთს უარყოფს ვიღაც არამედ ღმერთთან ერთად ვერ ვცხოვრობ ხო მაგრამ ამითი იშვება ანუ ქრისტეს აღდგომასთან ერთად ეს რწმენა როგორც ახალი სიცოცხლე ისე წარმოიშვება და მაგრამ აი ჩვენთან ხო დღემდე არის ეს ტრადიცია ასე რომ ვთქვათ არა თეოლოგიურად გამართლებული არამედ ტრადიცია უბრალოდ ყოფითი ტრადიცია რომ აღდგომას გადიან საფლავზე ხო და უფრო რაღაცა მოგონებისკენ მიდის ის წარსულის მოგონებისკენ მე რამდენადაც ვიცი აღდგომის მე-9 დღე არის ეკლესიურად მიცვალებულების სცენების დღე ანუ აღდგომის შემდეგ კვირა არის თომას კვირა ხო და თომას კვირის შემდეგ სამშაბათს ანუ აღდგომიდან 9 დღეში არის მიცვალებულების სცენების დღე საქართველოში ასე რომ ვთქვათ ფორმალურად დადგინდა რომ აღდგომის შემდეგი დღე არის ანუ ორშაბათი მიცვალებულების დღე და ნუ მე რამდენადაც მახსოვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თქვა რომ კიო ეს მე-9 დღე არისო მიცვალებულების სცენებისო მაგრამ რადგანაც ეს ტრადიციაში დადგინდა და იყოს ორშაბათიო თუმცა ახლა მე მაგალითად სოფელში რო დავდივარ ჩემთან რაჭაში ადამიანები არა ორშაბათს არამედ კვირას გადიან ხოლმე ასე რომ ვთქვათ აი მე მთელ სანათესაოს და მთელ სოფელს სასაფლაოზე ხვდები ხოლმე და შაბათი დღე რო არ ანუ კვირას კი არ ხვდები აი შაბათს ხვდები ხოლმე და მე კვირას ხელახლა იმიტომ რომ შაბათს გავდივართ საფლაოზე წმენთ გვით ასე რომ ვთქვათ ვასუფთავებთ აი როგორ იცით რომ
აი სტუმარი რომ უნდა მოგივიდეს სახლში, მნიშვნელოვანი სტუმარი და რაღაცა ყველაფერი წესრიგში უნდა მოიყვანო, იმიტომ რომ შემდეგ და სტუმარია მოსასვლელი, ესე ვასუფთავებთ საფლავს, რომ შემდეგ კვირას ესე მივდივართ ერთმანეთის ახლობლების საფლავზე და რაღაცა კვერცხით, პასკით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე რაღაც შემისწორეთ თუ მეშლება ჩემი წარმოდგენა და შთაბეჭდილება ამისა არის ასე, არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემი აზრით არის ასე, რომ რადგანაც საბჭოთა დროს კვირას ეკლესიაში წასვლა არ იყო მიღებული ამბავი და ხშირ შემთხვევაში იყო დასჯადი ამბავიც უფრო ადრეულ საბჭოთა წლებში, მებრძოლი ათეიზმის წლებში ადამიანებმა ეკლესიიდან ეს აქტივობა, აღდგომის აქტივობა საფლავზე გადაიტანეს, იმიტომ რომ საფლავზე გასვლა შეიძლება. აი რა კავშირი და კორელაცია არის და თუ შეგიძლიათ რომ რამე გვითხრათ, ერთი მხრივ აღდგომას და მეორე მხრივ მიცვალებულის მოგონებას შორის. კი. თქვენს კარგად მოგეხსენებათ, ვექარ რომ საფლავებზე გასვლა, წმინდათა საფლავებზე ლიტურგიებიც აღესრულებოდა და მოკლედ ეს აღდგომა გულისხმობს ყველაფერთან ერთად საყოველთაობას, რაღაც ევქარისტიულობას იმ გაგებით, რომ ყველასთვის განკუთვნილი არის ეს სიცოცხლე, არა მხოლოდ იმათთვის, ვინც ახლა ბიოლოგიურად ცოცხალია, არამედ ყველასთვის, ვინც კი სიცოცხლესთან რაიმნერ კავშირში ყოფილა, ხო? და ამ გაგებით, რომ ვთქვათ, მიცვალებულებს შენ განიხილავ როგორც ცოცხალთა, ვთქვათ, შენ როგორც ცოცხლებს, ხო? სწორედ ამას ესმება ხაზი, როდესაც თითქოს სასაფლაოზე გადიხარ. მათ განიხილავ როგორც ცოცხლებს. შეიძლება ასე არ იყოს და შეიძლება ვიღაცა მოგონების, შეიძლება ასე არ იყოს და შეიძლება ვიღაცა უბრალოდ მოგონებაში ტოვებდეს თავის, ეს თქვათ, წინაპრებს და მithვალებულებს. ეს ცუდი იქნება. კარგი ამბავი იქნება ის, როდესაც შენ მიდიხარ აღდგომას იმ გაგებით, რომ ჩვენ შევხვდებით. ჩვენ ერთად ვართ. ეს სწორი ამბავი იქნება. უფრო ხშირად კრიტიკა ამ აღდგომას და სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით ეხება ხოლმე ესთეტიკას, რომელიც გვხვდება ხოლმე ჩვენ სასაფლაოებზე. აი პური ჭამით და თრობით და ამბით, მაგას გულისხმობთ. ხო, კი, დაახლოებით რაღაცა ეგეთი ხო, თორე სხვა გაგებით ქრისტიანული თვალსაზრისით ალბათ საფლავზე, ეს თქვა აღდგომის ამბის მიტანა და იქ ამის, ეს თქვა, გააზრება მიცვალებულების სიცოცხლეში მოწვევის თუ მათი მოგონების თუ გახსენების თვალსაზრისით სრულიად ქრისტიანული ამბავი იქნება, ხო? და ისტორიულად თქვენც თანხმებით, რომ ეს ასე ხდებოდა ხოლმე, თქვა წმინდათა საფლავებზე და თქვა ლიტურგიის აღსრულებიდან დაწყებული და მაგრამ აი ეს ამბავი მოკლედ ევქარისტიულობის ამბავი, მოკლედ მე მგონი ჯობია რომ ჩვენ ვიმოქმედოთ ისე როგორც მოქმედებდა ადამიანი, რომ რაღაც უშინაარსოს ან რაღაც ხალხურს ან რაღაც ესე თქვა ზეციური შინაარსებით არასაკმარისად სავსეს მივცეთ უფრო მეტი ზეციური შინაარსი, ხო? კი ბატონო. მაშინ ხსოვნაცა ვთქვათ, მამაო, ხსოვნაცა ვთქვათ, იმ წინაპრების, ჩვენი ოჯახის წევრების, წმინდანებისაც და იმ გმირების თუ ჩვეულებრივი ადამიანების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი ოჯახიც დღევანდელ დღემდე მოიყვანა, ხო? ავად ვართ თუ კარგად ვართ, ესე არის როგორც ავართ და მეტი და ჩვენ გავაკეთოთ, ღმერთმა მოგწევს იმის ძალა, რომ მეტი ჩვენ გავაკეთოთ. მადლობა მათ იმ ყველაფრისთვის, როგორც დღეს მოიტანეს და როგორც შეძლეს, რომ დღემდე მოიტანათ ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი ოჯახიც. სონა იყოს. კი, გაგვემართლებინოს ის იმედები, რასაც ისინი ამყარებდნენ ჩვენზე და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გვავსებს, მე მგონი ჩვენ ყველას, რომ სწორედ იქამდე მივიყვანოთ საქმე, რაც მათთვის ასე მნიშვნელოვანი იქნებოდა და ეს საქმე კი და ამ საქმის დასასრული და ამ გზის დასასრულის კი არის აუცილებლად ღმერთი და ცათასასუფეველი და ცათასასუფეველის სიმართლე. არა რომელიმე ერთი ჯგუფის ან რომელიმე ერთი ადამიანის სიმართლე, არამედ მხოლოდ ქრისტიანულ კონტექსტში მე მაპატიეთ თუ ცოტა ესეთი ამბავი გამომდის მიკერძოებული, მაგრამ გასაკვირი არც უნდა იყოს მეორეს მხრივ, მოკლედ ჩვენ გვჭირდება იმ მიზნის, ასე ვთქვათ, მიღწევა
რომელიც მათი სანატრელი და გულის გული იყო. და ეს არის ღმერთის სიმართლე და ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული ისტორიული პერიოდის ან ერთი ადამიანის სიმართლე და ეს ამიტომ მე მგონი ჩვენ პასუხისმგებლობით გვავსებს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კარგით, ეხლა მე მინდა მე-19 საუკუნის ყოფით ტრადიციებზე, იმიტომ რომ ხლა ჩვენ გაზეთები მე-19 საუკუნიდან გვაქვს, ხო, საქართველოში, მანამდე გაზეთები და ესე ყოფით დონეზე როგორ აღნიშნავენ ადამიანები, რიგითი ჩვეულებრივი ადამიანები, არ ვიცით და აი აქ მინდა ეს ანუ პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო რუსუდან დარჩიაშვილს, რომელმაც ეს მე-19 საუკუნის პრესიდან ამონარიდები მომაწოდა აღდგომის აღნიშვნის თაობაზე. და წუხან, ხო, მაშინდელი ჩვენი ინტელექტუალები, მაშინდელი ჩვენი ასე რომ ვთქვათ, ელიტა, რომ ქართველებმაო ხშირათო ღრეობის და აი ამ ან რო გახსნილდება და ბევრი სმაჭამის დღედ გადააქციესო ესო. ეს წუხილები როგორც ჩანს ახლანდელი არ არის. ძველიც არის და ივერიის აღდგომას 1892 წლის აღდგომას ივერია ესეთ რამეს წერს, ახლა მთლიანად არ წავიკითხავ ხოლმე ამონარიდს. ივერია წერს ეს რამეს. ერთ ყმაწვილს კითხეს თურმე, აღდგომა რა არისო? და უპასუხა, აღდგომა ლორის გაკეთებაა. პასექის გამოცხობა, პასექის ანუ პასკის და წითელი კვერცხების შეღებაო. ეს ბავშვის გულწრფელი და გულუყოლო პასუხი სიცილადაც არავის ეყო თურმე, მაგრამ მე რომ ჩვენს თბილისელებს უყურებ, სასაცილონი ეს ბავშვი კი არა, სწორედ ისინი ყოფილან, ვისაც სიცილი დაუწყია. მართლაც და აბა ოდნავ მაინც ჩაუფიქრდით ამ უცნაურს გარემოებას, მკითხველო. თუმცა კი დიდი ჯაფა და ჭინვა მოგინდება ჩაფიქრებისთვის. ისია ეხლა ყველა ჩვენგანის აღდგომის სიმაღრეობისგან გამოფიტულ გამორეტიანებული მართმორწმუნე ერი დღესასწაულობს, შესანიშნავს დღესასწაულს, კაცობრიობის წარმატებას, ძლევამოსილობას, კეთილსა ბოროტსა ზედა დათრგუნვას სიკვდილისა სიკვდილითა და ამ დიდ დღესასწაულს მარტოოდენ იმით აღნიშნავს ხოლმე რომ ლორსას თლის ქვევრსას ცლის და კვერცხებს აღგებავს, ამას ჭამს, იმას ჭამს, სულ ჭამაჰნებავს. თითქოს აღდგომა მხოლოდ მუცელ ღმერთაობისა და ღორმუცელობის დღესასწაული იყოს და იესო ქრისტე იმიტომ მოვლენილი იყოს ამ ქვეყნად, მისთვის წამებულ ჯვარცმულ იყოს და შემდეგ ცხოვრების მოსანჭებელად სიკვდილი დაეთვრნოს, რომ სარტყელს წვერი მოუშვათ, ანუ კამარი შევიხსნათო. წამ და წუთ მუცლის ღუმელს უწყოთ მზერა და მუცლის ლხინსა და ნადიმს შევალიოთ ჩვენი სიცოცხლეო. ეს ივერე ბუნებრივია ვიცის მსმენელმა რომ ილიას გაზეთია და ეს ეხმაურება რაღაცნაირად კაცი ადამიანსაც, ხო? სადაც მუცელ ღმერთობა არის ილიას მიერ დაგმობილი და აი ამ ივერია მოუწოდებს ადამიანებს რომ უფრო მეტი სასულიერო დატვირთვა მისცენ ამას. კი, შინაარსებით აიწოს ეს ყველა და ვიდრე რომ გახსნილდა და ეხლა ჩვენ დავიწყეთ სმა და ჭამა. და აი იქვე, ხო, ნუ ეს ხშირად ხვდებით ხოლმე ამას. ასევე დაბეჭდილი არის, ანუ ეს ხო დაგმობილია და რა არის ახალისებული ესეთი პატარა ამონარიდი არის. გთხოვენ დავბეჭდოთ. თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელნი და აღზრდილი სააღდგომო დარბაზობის მაგივრად სწირავენ თავის წვლილს სკოლის ღარიბ მოწაფეთათვის უფასო სასადილოს. სია შემომწირველთა შიო ჩიტაძე მეუღლითურთ და შემდეგ გრძელდება. ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ აი ესო მუცელ ღმერთობას კი არ მიეცაო ეს ხალხიო, ადგესო და გაჭრებულ მოსწავლეების სასადილოს შესწირესო და შიო ჩიტაძე არ ჩამოთვლილი პირველი ამ სიაში და უნდა გავიხსენო ვინ არის ეს კაცი. ქართველი ცნობილი მასწავლებელი, სოციალისტ ფედერალისტური პარტიის წევრი იყო და ეს ჩიტაძის ქუჩა პარლამენტის გვერდით რო ადის, მის სახელობის არის და აი რუსებმა 1909 წელს რუსმა შავრაზმელებმა მოკლეს ის სწორედ როგორც ქართველი და როგორც ქართველი განმანათლებელი. ანუ ეს არის ხო რაღაცნაირად ესე იგი ტრადიციები, ანუ დღესაც
დიდწილად ხშირ შემთხვევაში სუფრასთან არის ხოლმე დაკავშირებული აღდგომის აღნიშვნა ყოფით დონეზე რომ ვთქვათ ასე და აი ეს არის 1885 წლის გაზეთი დროებიდან ამონარედი და აქ ძალიან სეკულარული ის ჩანს დღესასწაული ჩანს აი ამასაც მოკლედ წავიკითხავ აღდგომის დღესასწაულებმა თბილისში ჩვეულებრივის მხიარულებით ჩაიარა გაზაფხულის მზით დამთბარ ქუჩებში აუარებელი ხალხი დასეირნობდა და ყველა თავისებურად მხიარულობდა ვერის ხიდთან ახლად მოსწორებულ მეიდანზეთ ბალაგანები და საქანელები ბევრი გაემართათ და ახლო მდებარე ბალკების მცხოვრებლები მრავალსა ყიდულობენ კაცები ვოდკასა და ქალები მზეო ჭერიტას მზეს უმსდირა იუნკრების სასწავლებელთან აი სადაც დღეს თავდაცვის სამინისტრო არის იქ იყო იუნკრების სასწავლებელთან ნემეც ჯამბას ანუ გერმანელ კლოუნს ჯამბას ბლონდენს თვალაუწერელზე თავისუფლად ესე იგი სიმაღლეზე ჯაჭვი გაება და ზე თავისუფლად დადიოდა ბლონდენს ანუ ქერათმიან გერმანელს მაშინ პლეხანოვზე გერმანელები ცხოვრობდნენ და რაღაცა თოკი გაებაო ჯაჭვიო და იმაზე დადიოდა საჯამბაზო წარმოდგენა არის დადიოდა 8 წლის ქალით და უხვადა კრებდა ფულებს მაყურებლებელთაგან მაყურებელი ფულს აძლევდნენ მუშტაიდში ტევა არ იყო მუშტაიდის ბაღში ცხენ რკინიგზის ვაგონებში ადგილების მძებნელი ერთმანეთს თავპირს ამტვრევდნენ ერთი სიტყვით საცაკი მიიხედავდით ყველგან სიცოცხლეს დუღდა ანუ მუშტაიდში ახლა ხო არის საბავშვო რკინიგზა და მაშინ ცხენ რკინიგზა ანუ კონკა დადიოდა ხო მოკლედ აი ესეთნაირად ის იყო სახალხო დღესასწაულივით იყო ხო და არაჩვეულებრივია პრინციპში შეგვიძლია სამივე რაღაცა ნაწილი გავაერთიონ და გამოვყოთ ეს მეორე ნაწილი განსაკუთრებულად დავიწყებული გვაქვს მე მგონი ანუ საფლავებზე აღნიშნავ დღესასწაულის მათი ესთეტიკა დავხვეწოთ გავიხსენოთ რომ საჭიროა ესე ვთქვათ უპოვართა და ასე ვთქვათ იმ ადამიანთა მოკითხვა ვისაც აკლია ჩვენი ყურადღება არა მარტო შეიძლება მატერიალური არამედ ურთიერთობის თვალსაზრისით და მათი ასე ვთქვათ სიცოცხლეში ჩართვის თვალსაზრისით ანუ მოწყალების საქმე გავიხსენოთ რომ აღდგომა არის საყოველთაო არა მარტო ყველა ადამიანზე ვრცელდება, მთელ სამყაროზე ვრცელდება და ამ გაგებით არა მარტო ესე ვთქვათ უპოვარი და რაღაცა სიცოცხლეში არაჩართულ ადამიანებზე ვიფიქროთ, არამედ ზოგადად რაღაც ეკოლოგიურ საკითხებსაც ეს განვავრცოთ თუნდაც ეს აღდგომის ამბავი. ანუ პირველი საფლავებზე ესთეტიკა დავხვეწოთ, მეორე ეს საყოველთაობა აღდგომის გავიაზროთ და ამაში მონაწილეობა მივიღოთ და მესამე გავხადოთ ეს ისეთი საეროთ სახალისო ამბავი, იმიტომ რომ ყველა მიცოდეს რომ ეს ქრისტე აღზრდა და ზეიმობთ, ხო, ეს არის ზეიმი. ასე რომ არაჩვეულებრივი ძალიან კარგი რამე გამოგივიდათ ახლა რომ ერთი ამბავი რომელიც არის და ვერ წმოვშლით ამას და არც არის საჭირო რომ მოვშალოთ, არამედ შინაარსით ავავსოთ, ხო, რაღაც როგორ ეს არ ვიცი, მაგრამ ნუ მინიმუმ ესთეტიკა ისეთი იყოს, მისაღები დავტოვოთ ესთეტიკა რა, ხო? და ეს ჩვენ ძალიან ადვილად შეგვიძლია. ამას იქვე გვგრძნობთ ხოლმე ჩვენ, როცა ვინმე გადავა რაღაც ზღვარს, ხო? აი მეორე ნაწილში ნამდვილად ძალიან მოვიკოჭლებთ იმაში, რომ აი საყოველთაობა გავიაზროთ ამ აღდგომის, რომ მარტო შე რო გიხარია, ეს არ არის აღდგომა. აღდგომა არის ის, რომ ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს ეს ამბავი რა. და ამაში შენ უნდა მიიღო ძალიან დიდი მონაწილეობა რა. ხო? და ასევე რაც მე შევატყვი პრესის ფურცლების თვალიერებისას ამ დროს ხა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი არის, თერგდალეულების ეპოქა არის. და ეს საერთო გაგება ქართველი ერისა მასობრივად მკვიდრდება, რომ ჩვენ გვაქვს ერთი წარსული, ყველა ერთი წარსულის ხალხი ვართ, ერთი ტერიტორია გვაქვს, ერთი ენა გვაქვს და რწმენა. და აი ეს რწმენა დანახულია აღდგომა და აღდგომის აღნიშვნა დანახული არის როგორც ქართველობის ყოფნა, ქართველობის დაფუძნება იმ მიწებზე, რომლებიც
ქართველები ამბობენ რომ ეს ჩვენი მიწა არის, ხო და ანუ თუ თქვა თბილისში ეს გაზეთები, ივერია და სხვები არიან საკმაოდ კრიტიკულები, რომ თქვა შეიძლება ბევრს ჭამდეთ, ამაშობოდეთ, იმაშობოდეთ, რომანტიზებულად არის წარმოდგენილი აღდგომის აღნიშვნა მაგალითად ჯავახეთში. ხო, სადაც აი ეს ქართველების ყოფნად არის წარმოჩენილი და ამ ტრადიციების გაგრძელებაც და აი ახლა მე მაქვს აქ მოსე ჯანაშვილის წერილი ივერიაში გამოქვეყნებული აღდგომის აღნიშვნა საინგილოში. ხო, საინგილო ხა ეს არის თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახი ბელაქანი, ზაქათალის რაიონი. და ეს ზაქათალის ოკრუგად ეს საინგილო ესე შეკრეს 1859 წელს და ეს მაყურებელს რო უთხრათ ისტორიულად საინგილო არის ადგილი, სადაც ეს ლეკიანობის ბუდე იყო. ასე რომ ვთქვათ, ეს ლეკების თავდასხმა და ბუდე იქ იყო და ანუ ეს დაღესტნელები, ასე რომ ვთქვათ, ლეკები უმრავლესობას წარმოადგენენ და 1859 წელს ეს როგორც ზაქათალის ოკრუგი ეგრე გამოეყო, მაგრამ 1860 წელს შემდეგ წელს დაარსდა ესეთი კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება, რომელშიც ქართველები ღებულობენ ძალიან აქტიურ მონაწილეობას. მათ შორის მოსე ჯანაშვილი, რომელიც არის აი ამ საინგილოს მთავარი ქართველი. და შედის აღდგომით ამ ხო და ანუ აი ესეთი წერილი აქვს, რომ აღდგომის დღესასწაული საინგილოში. აი ესეთი ივერიაში აქვეყნებს ეს წელს და აღწერს როგორ აღნიშნავენ ამ საინგილოში აღდგომის დღესასწაულს, ხომ სულ წერილს ვერ წავიკითხავ, მაგრამ ქრისტე აღსდგავ ეგრე კი არ ეუბნებიანო ერთმანეთსო, მოსე ჯანაშვილი წერს საინგილოში, მოგილოცავ გახსნილებას. და მე პასუხი არის, მეც შენ მოგილოცავ ღმერთმა მრავალ გახსნილებას დაგასწროს ყაუმყარდაშით ეს ასე რომ ვთქვათ, ესე იგი ისლამისა და ქრისტიანობის შეხვედრის რაღაც ყაუმყარდაში ნათესავებით ეგრე ხო და განსაკუთრებული ფორმა მოძებნილი ესე ვთქვათ, ხო, კულტურულად, რომ არ უთხრან, რომ ის მუსლიმი ვერ ეტყვის ქრისტიანს, რომ ქრისტე აღდგა გიხარო, ну რაღაცა შეიძლება თავი აარიდოს ამას და ამიტომ ეუბნება ეგ არის, სწორად მესმის? კი, ეს არის, მაგრამ ეხლა მეორე მხრივ აი ეს ნაციონალისტური რაღაცა აქ ისა, ანუ აი ეს ნაციონალიზმის ეპოქა არის, ხო და რაღაცა ზღვარის გავლება, რომ ეს ჩვენია ეს ტერიტორია, რაღაცნაირად ამაზე ლაპარაკი და ეს რაღაცას წერს მოსე ჯანაშვილი, რომ შეღებილ კვერცხებს ინახავენ აღდგომისთვის. აღდგომის დღეს მამლის ყივილისას მთელი სახლობა იღვიძებს და პირს იხსნილებს ღორის ხორცით. ანუ ეს ხაზგასმულია. არა სხვა რამით, არამედ იქ სადაც მუსლიმურ გარემოში არიან, სპეციალურად ღორის ხორცს აკეთებენ აღდგომასო. გაღეჭავენ ერთს ნამცეს ღორის ხორცს, გამოაფურთხებენ და თანაც იტყვიან ლეკო დაგხეჩე. ან დაგხეჩე ეს არის უნიკალური ესე იგი ინგილოური ჰერული სიტყვა, მე თანაკურსელი მყავდა თემური ტარტარაშვილი, ინგილო და ეს ჰერი უბრალოდ და იმან დაგხეჩი არის დაგამარცხე, ძირს დაგეცი, გაკტეხე ასე რომ ვთქვათ რა. ლეკო დაგხეჩე. და ამ სიტყვებს აღდგომის შემდეგ იმეორებენ მაშინაც, როდესაც პირველად დაინახავენ ლექსა. გამიგეთ? ანუ ეს არის რაღაცნაირად ეს არის რა ქვია, თავდაცვის ინსტინქტი არის თუ თავდაცვის რეფლექსია არის ქართულთა მხრიდან, რომ ანუ ამ რაღაცა ჩვენი იდენტობის მარკერია ეს ერთი სიტყვით რა და რაღაც მე ამით დისტანცირდები სხვისგან. ანუ ეს ეხლა 21 საუკუნეში ბუნებრივია ეს მომენტი აღარ დგას, ხო? ეხლა ეს საქართველო არის სახელმწიფო, მის ტერიტორიაზე მოქმედებს ნორმალურ პირობებში უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო კონსტიტუცია და ესეთი იდენტობის პრობლემა თანამედროვე ეპოქაში არ გვიდგას, მაგრამ აი ამ იდენტობის დანიშნულებაც ჰქონდა აღდგომის დღესასწაულს 19 საუკუნის ქართველებისთვის და აი აქ მე მაქვს ასევე სასოფლო გაზეთი 1920 წლის უკვე საქართველოს პირველი რესპუბლიკა არის
და აი აქ აღდგომა წარმოდგენილი არის როგორც საქართველოს აღდგომის სიმბოლო. საქართველოსი, რომელიც დამონებული იყო რუსეთის მიერ და ესე მთავრდება. აღსდგა ქრისტეს სიმართლის ბღაღადებელი, აღსდგა საქართველოს სამართლისთვის წამებული. ხო, რომ ანუ ეს თავისუფლება, განთავისუფლება, რა თქმა უნდა, ანუ ამის რაღაცა პოლიტიზებას ვხედავთ, ხო? ამ მომენტებისა და რისგანაც არ ყოფილა თავისუფალი, ვთქვათ, რელიგიური დღესასწაულები. იგივე, ვთქვათ, საბჭოთა დროსაც ჩვენ გვაქვს მომენტები, როცა, ვთქვათ, პირველ ეტაპზე უბრალოდ აი გოდერძი ჩოხელს აქვს თავის ლუკას ახარებაში, უბრალოდ დასჯადი არის. ეკლესიაში წასვლა, კვერცხების შეღება, ხელებს რო უმოწმებს. მასწავლებელი სხვათა შორის ჩოხელს ძალიან საინტერესოა ეს გადაწყვეტილი, რომ მასწავლებლის ჰაბიტუსი არის როგორც მეფის რუსეთის სასულიერო სემინარიის ჟანდარმი მასწავლებლისა, მაგრამ რასაც ის კრძალავს, ეს არის საბჭოთა დროს დაშლილი დღესასწაული აღდგომა. ანუ გოდერძის ჩოხელმა ამ კადრით გააერთიანა როგორც მეფის რუსეთი, როგორც კოლონიზატორული ძალა, ასევე საბჭოთა იმპერიაც აი ამ ერთ კადრში შეკრა. გაჟალე ხელები. თემ ქრისტეს მონათა მიხედეთ. ახლა წითელი ხელებითაც მოგცანებულა. ეთქო როგორ ხები შეკრებია. მაჩვენი ჩანდა. Jazwe. Patricemulo. Lucas, udeși udes, scuipăl. Ube gaixeni. Bigitin. Abi se gesi karşı. Mameti. Eklar beninetes Christes mona. Umtrit koçapşi. Arbenine de tanızacak Christianka. და მე გვიან ილუზიონს აი ამბობენ რომ მე ხა ვერ მოვასწარი იმდენად ილუზიონში ყველაზე კარგ შაბათობით გადიოდი ხო ყველაზე კარგ ფილმებს გაუშვებდნენ ხოლმე აი ამ აღდგომას საღამოს რომ ადამიანს რომ დაუდგებოდა ეს დილემა კარგი ფილმისთვის ეყურებენ რაც ასე იშვიათობა იყო და თუ წასულიყო ტაძარში რომ მას აერჩია კარგი ფილმისთვის ყურება. აი თქვენს ახლა თქვენ ჩემზე უფროსი ხართ. თქვენს მეხსიერებაში აღდგომის აღნიშვნის ევოლუცია როგორი არის საქართველოში? ხო, დაახლოებით ისეთ როგორც აღწერეთ ნამდვილად, ეს არის რაღაცა საფლავებზე აღნიშვნიდან და ეკლესიაში ჩემ პირადი გამოცდილებით ასე არის, რომ საფლავიდან აღნიშვნით იწყებოდა ეს ყველაფერი ზუსტად ისე როგორც თქვენ აღწერეთ, ნამდვილად ერთი კულტურის შვილობა არის ალბათ ის რაც თქვენ აღწერეთ, რომ მართლა ველოდებოდით ხოლმე, კი მართალია მე სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ შემეძლო წავსულიყავი თქვა ნათესავებთან სოფელში და ველოდით იქ ნათესავების შემოკრებას და მე მეორე დღეს შეხვედრას და რაღაცა ერთმანეთთან საფლავებზე გადასვლას, გაცნობას, წინაპრების გაცნობას, ასე შემდეგ. და მე მგონი დაახლოებით მსგავსივე ევოლუცია განიცადა ბევრმა ადამიანმა, იმიტომ რომ საფლავის შემდეგ ეს რაღაცა სარწმუნოების თემები ბევრთან შემოვიდა და ბევრი უკვე აუცილებლად კვირას ტაძარშია, ანუ ღამის თევაზია შაბათს
და აუცილებლად დაიცავს იმას, რომ ჯერ წირვას დაესწროს, ეს რაღაცა შინაარსებით გაიმდიდროს თავი, ხო? და მერე აუცილებლად კი ბატონო ისევ მივიდეს საფლავზე და უკვე აი ეს რაღაც ისევ შინაარსი მიიტანოს იქ, ხო? და აი ეს გზა არის, მაგრამ ეს გზა, ну, ესეთი შევსებული ვერ არის რა. ეს გზა ყველა მას ინდივიდუალურად გავიარეთ, ან რაღაცა ჯგუფით გავიარეთ, მაგრამ მნიშვნელოვნად სურათი არ შეიცვალა. შინაარსები კარგად არ ჩანს. ხო, აი, რაღაც არის უფრო დაპირისპირება შემოიტანა, რომ არის უკვე ერთი ჯგუფი, რომელიც აუცილებლად წავა წირვაზე და საყვედურობს იმათ, ვინც წირვაზე არ მიდის და მიდის საფლავზე. ანუ რაღაცნაირად ასეთ ამბავს ვამჩნევ ახლა, რომ ეს უფრო წინააღმდეგობის დასაჯილდო ქვა გახდა ის, რომ მე წირვაზე ვარ და მე შევხვდები ერთმანეთს. მე წავალ საფლავზე, აი ძველ ტრადიციას თითქოს დავიცავ, რაც ბავშვობიდან მახსოვს, ან რაც ადრე იყო, იმას დავიცავ. და რაღაცნაირად ვერ მორიგდა ეს ყველაფერი, ვერ გაცოცხლდა ეს ყველაფერი, ხორცი ვერ შეისხა მე მგონი ამ ყველაფერმა კარგად რა. და ერთი მეორეს პრინციპში არ გამორიცხავს მამაო და თქვა სწორად აღნიშნავს რომ რამდენიმე კომპონენტი არის და ეს კომპონენტი ხო ანუ მადლის გაღების საერო დღესასწაულით სასულიერო კომპონენტი წარსულის მოგონება ეს ყველაფერი არათუ არ უშლის ერთმანეთს ხელს, არამედ პირიქით ალამაზებს ერთმანეთს და ყველას შიგნით ჩაგვთავს, ხო რომ ანუ ის რომ ექსკლუზივი დავიჩემოთ რა ჩემი წესი ამის აღნიშვნის არის ექსკლუზიური და არის ერთადერთი და მე ამითი ღმერთთან უფრო მოკლე ხაზი მაქვს და უფრო მალე მივალ, მე მგონი ეს კი ზუსტად ეგრეა, კი, ნამდვილად მეც გეთანხმებით, ნამდვილად ეგ გვინდა, ეგ ერთობის განცდა გვჭირდება. კარგით, წავიდეთ მაშინ შეჯამებისკენ და ამ სააღდგომოთ ადამიანებს უსურვოთ, ვინც თავიანთ სოფლებში მებრძანდებიან მშვიდობიანი გზა, მოსიყვარულება მშობლიური კუთხისა და ნათესავებთან შეხვედრა და აი ეს როგორც სასულიერო, ესე საერო თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი დღეების გატარება ოჯახთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ერთად, ხოლო აი ვინც აი ამ გზის გავლას ვერ ახერხებთ, იმის გამო რომ აფხაზეთი ოკუპირებულია, გისურვებთ რომ რაც შეიძლება მალე თქვენც გაგევლოთ ეს გზა და დაბრუნებულიყავით სოხუმში ისე, რომ არაფრით არ შეგშინებოდათ თქვენი ქართველობის. აი მე დღეს ვნახე რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობდა, რომ რაღაც დაახლოებით ესეთი პასაჟი ჰქონდა, რომ კიდევ ერთი ირაკლიო, ანუ მიანიშნებდა თქო ერეკლე მეორეს და ირაკლი კობახიძეს რაღაცა სახელობით კავშირზე კიდევ ერთი ირაკლიო ხვეწნით მოვაო დედა რუსეთთან რომ მან მიიღოს ისო. Пора домой всем. Пора дружить с нами. Я вас уверяю, если не произойдет ничего совершенно непредвиденного, то с Божьей помощью в этом году закончится этот конфликт, который сейчас происходит. И мы еще увидим, как еще новые цари Ираклии на коленях будут снова просить Россию-матушку забрать их домой. Да, ღმერთმა ისექნას, რომ რამდენი განსხვავებაც არის ერეკლე მეორესა და ირაკლი კობახიძეს შორის, იმდენი განსხვავება იყოს მარგარიტა სიმონიანის სურვილსა და რეალობას შორის. ამიტომ ძალიან კარგად თქვით, ხო? ამ სააღდგომოთ გაუმარჯოს რუსეთისგან და ზოგადად ბატონობისგან თავისუფალ საქართველოს და ყველა ქართველებს უსურვოთ სულის ზეიმი. კი ბატონო. გიერთებით და ერთადერთი კიდე რაც მომივიდა აზრით, როცა ლაპარაკობდით, არის ის, რომ აი ჩვენი ნათესავებთან შეხვედრა გულისხმობდა იმას, რომ რაღაცა ახალს გავიგებდით, რაღაცა ის სიახლესთან შეხვედრა, ხო? შენიანია, სანდოა, ახლობელია და მოგიტანს ახალს. ხო? ვიღაც ძალიან სანდო, ძალიან ახლობელი მოგიტანს ახალს. აი ასევე ჩვენ ყველანი უნდა ველოდეთ მთელს კაცობრიობასთან შეხვედრას, როგორც ძალიან საინტერესო მეორე და სხვასთან.
კაცობრიობის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას, როგორც ძალიან საინტერესოსთან და სხვასთან. და სწორედ ამას უზრუნველყოფს ეს თავისუფლება, ამას გულისხმობს, რომ შენ გააქვს აი სხვასთან შეხვედრის ფუფუნება. და სხვასთან შეხვედრა უზრუნველყოფს შენს წარმოჩენას. და სწორედ ამიტომ არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი სუვერენიტეტი, ეს ხო, საკუთარ თავზე დგომა. და არა ერთის და რაღაცა განკერძოებულად და ერთის მონობაში და ტყვეობაში დარჩენა. ხო? იმიტომ რომ სიცოცხლის სიმდიდრეს და ღმერთისაგან ნაბოძებ და ღმერთისაგან ჩაფიქრებულ სიცოცხლის აი ამ მრავალ გემოვნებას აკნინებს და არ შეეფერება. ტყუილია უბრალოდ და არ შეეფერება და ესეთი ლაგამამოდებული ცალსასუფეველში ტკივილის მეტი არაფერი არ შეგხვდება და როდესაც შენ ღია ხარ იმისთვის რომ ბევრს შეხვდე და სხვა მყოფებთან კონდეს ესე თქვა ესეთი ურთიერთობა, მაშინ შენ ახლოს ახარ აი ჩაფიქრებულ სიცოცხლის სიხარულთან რა. დიდი მადლობა. ამით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ძალიან საინტერესო გადაცემებია და ყველა შეჭა. პირდებით ძალიან საინტერესო შინაარს. YouTube არხი, Facebook გვერდი და გამოგვყევით TikTok-ზე. დიდი მადლობა, შევხვდებით შემდეგ 4 შაბათს.